მოგესალმებით პოდკასტის მესამე ეპიზოდი. ჩვენი სტუმარი არის დღეს ნანკა გვარი. როგორ ხარ? კარგად გაიხარ. მადლობა რომ მოხვედი. როგორ განწყობაზე ხარ? ნორმალურ, კარგ. ვაკვირდებოდი შენ იმ სტორებს, გიყვარს იმაში, თებზე სიარული და რაღაც, ხო? სომანდ ვარ გაჩხერილი სადღაც. ანუ რა იმ თერაპიის მიზნით თუ ანუ მოგწონს და რაღაც რა ადევს ამის უკან, რო? თერაპიის მიზნით ხო, ძალიან მეხმარება სულიერად. განტვირთვისთვის არის ალბათ ჩემთვის ნომერ პირველი გასაღები. ამიტომ ეს უნდა გავაკეთო კვირაში ერთხელ არა, კვირაში სამჯერ ალბათ. მარტო აკეთებ ხოლმე ამას თუ? მე და ჩემი ძაღლი. არა, ეგ ვნახე, მაგრამ ანუ ადამიანი მეგობრები რამე არა, ხო? აი, იცი რა, ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს ჩემთან ერთად სიარული და დავდივართ ხოლმე, მაგრამ დანარჩენი ყველა მეგობარი წამიყვანე ერთხელ მეც. აი ეს მეგობრებიან და ნუ ბოლო არასოდეს არ წამიყვანე. ხო, არა, ძალიან კაია, ანუ ეს განტვირთვის მიზნითაც და რეალურად თან იშვიათად რომ აი ეგეთი საინტერესო თავგადასავალი მარტო აერჩი ადამიანს რა აქ რა. თან ეხლა შენ მრავალ იმაზე ხარ, ხო ხდები აი მსახიობობა მსახიობიც ხარ, ხო? კი, პირველ რიგში ალბათ თეატრის მსახიობი. მსახიობობა, იქ მუსიკა, მოვისმინე შენი ტრეკები და რავი, ძალიან ნიჭი და რაღაც და აი ეგეთი მრავალ კალიბრი რო იტყვიან, ხო, ადამიანებს მოყვებათ ხოლმე ეგეთი თავგადასავლებისგან მიდრეკილებაც რა, განსხვავებული, ვიდრე ჩვეულებრივ დავარქ, მოდი ადამიანებისა, ვინც აი უბრალოდ სადერთობი წავალ რა, მეგობართან ავალ, კლუბში გავალ რაღაცა და შენ ესეთი ის რო გაქვს რაღაც ძალიან დამაინტერესა ეგ, იმიტომ რომ მეც მაქვს რაღაც ეგეთი რაღაცეები რა. ანუ რო ვთქვა რომ სადვერთობი და რაღაც უკვირთ რა. ხო ხდები და შენ ეგრე ხარ, ხო? კი, მე კლუბში ნამდვილად საერთოდ არც დავდივარ. ბარებშიც აი ალბათ არ ვიცი, წელიწადში ორჯერ თუ ვნახავ. და ჩემი ხელოვნურად ვიწყობ არასდროს. არა, მე მგონია რომ რაღაცნაირად მოვჭამე ეგ პერიოდი ცხოვრების. და ხო აი იმაში გეთაყვები რომ ხელოვნურად ვიქმნი ალბათ რაღაცა თავგადასავალს, რომელიც შეიძლება ბუნებრივად ცხოვრებაში ადამიანებს ძალიან აკლიათ ეს რაღაცა გამოწვევები, ახალი თავგადასავალი და შიშის ფაქტორი არ გაქვს ხოლმე თუ პირიქით სწორედ ეგაა რომ გადავალ. საშინელი ადრენალინი მაქვს და ყველაზე ცუდი ის არის ალბათ ამაში და სახიფათო ხე ჩემი მშობლებისთვის მაგალითად რომ ხო თუ მე რაღაცა ხათაბალაში არ გავეხვიებ თვლი რომ ეს გასვლა არ ვარგოდა. ანუ რაღაც ხო რეალურად ეგ არის რა ძალიან ეგაა საინტერესო რომ რაღაც უნდა გადაგხდეს თავს მაგრამ რაღაც უნდა გადაგხდეს. ზოგჯერ შეიძლება ძალიან არასასიამოვნოს, მაგრამ მაინც ისე გახსენდება, ხო, მე კარგად რა დრო რო გადის, ხო? კი, ერთი შემთხვევა მქონდა მარტო, როდესაც აი ცოტა შემოვიდა შიშის ფაქტორი. ანუ მაგას კომფორტის დატოვების მიზნით აკეთებ, ხო? როგორც მივხვდი, რომ აი კომფორტის ზონა დატოვო. ხო, ჩემი თავი მაინტერესებს სხვადასხვა მოცემულობებში. ხო, როგორ გავართმევ თავს და ერთი შემთხვევა იყო, აი ხა რო გეუბნებოდი, როდესაც მართლა ცოტა შემაშინდა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ მანქანით ჩავრჩი ისეთ ადგილას რომ უბრალოდ გამოსავალი არ არის რა. ყველაფერი გავაკეთე, დაბრკოლებებით შევუქმენი, მაგრამ ვერ გამოვედი და მივხვდი რომ დამაღამდა და ტელეფონი არ იჭერს არსად და უკვე ბუნებამ გაიღვიძა. ეს იყო დიდგორის მემორიალთან. სადაც თურმე მე რა აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად ყველა ოფროუდელი მანდ რჩება აუცილებლად. და რომ დავუპინე ამომიყვანეში ჯგუფში. ყველა მიხვდა აბსოლუტურად რაზე არის ლაპარაკი. ნუ კი მომაკითხეს, მაგრამ მე ხო ვეღარ ვპასუხობდი. ეგონათ რომ ვიღაცამ ხوار მიაკითხა. ხვდები? ანუ ვეღარავის და ამიტომ ჩავრჩი და საბოლოო ჯამში მოკლედ აი გვიან ღამე ამომაკითხა სამმა მანქანამ ერთდროულად. მაგრამ აი ხა როგორ მაშინ ხო ძალიან რთული, მაგრამ ეხა ხო ძალიან საინტერესოდ გახსენდება. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ტრიპი გამოვიდა, ხო? ტრიპი გამოვიდა. ხო, ეგ არის. დავდიოდი ნაჯახით წარმოიდგინე. ჩემ ძაღლთან ერთად. და რაღაცა გორების მწვერვალებზე ავდიოდი რომ იქნებ აქ დაიჭიროს, კიდე კაი რაღაც პროტეინ ბარები რაღაცები იყო მანქანაში. დამშეული ვიყავი თან. აუ, აბა რა იქნებოდა, ხო? ხო. კაია და მომწონს ეგეთი რაღაცეები. აი შენ ინსტაგრამს ვაკვირდებოდი რა და ეგეთი პოსტი შემხვდა რა. აი რაღაც ცოტა ისეთი უჩვეულო პოსტი იყო, მაგრამ თან რაღაცა ისეთი ძლიერი რა.
აი შენ თავზე ყვებოდი რომ რაღაცა გადავლახეო, რაღაცა თითქოს კანკალებო ამას რო წერო რა და დამამახსოვრდა და შეგიძლია რომ რაღაც მხრივ გაშალო ეს თემა ისე რომ მაინტერესებს ხალხსაც აინტერესებს ალბათ კონკრეტულად რა იმალება მაგის უკან რომ და მაგას მერე მოვაყოლებ იმ კითხვასაც რა, რასაც შენს ხშირად უსმენ ხოლმე შენს სტუმრებს. ესე იგი მე ზოგადად მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაც გარკვეულ პერიოდებში ვებრძვი მენტალურ პრობლემებს, სერიოზულ პრობლემებს ჩემ თავში. იმიტომ რომ ვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი, ნუ ალბათ ეგრე ეძახიან ამ ადამიანებს. მე არ მიყვარს ისე დაშტამპულად რო ეძახიან საკუთარ თავს. მე ADHD მაქვს, მე ბიპოლარი ვარ. არ მომწონს ეს რაღაცა, მაგრამ მაინც ხალხისთვის უფრო მისახვედრი არ იყოს, მაგიტომ დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ და სულ ვებრძოდი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავს და ბევრ ჩიხში აი ჩამიჩეხია, მოკლედ ჩემი თავი ძალიან ბევრჯერ. საკუთარი თავის ტერი ყოფილვარ ბევრჯერ 26 წლის ვარ. ჩემ ხელში ერთად ტოლები ვარ. მართლა 26 წლის. ხო, მეტის გეგონე, ხო? ანუ იმიტომ კი არა რომ თქვა კანიან რაღაცა კი ბევრი მეუნება მეც სამ ბევრი მეუბნება რომ დიძგავ ამიტომ კომპლიმენტად უნდა მივიღოთ სხვა კი რა თქმა უნდა ანუ იცი რა არის ეგ პოსტი რომ ნახე ხო აი ეგრევე მივხვდი რომ რაღაცა აი თითქოს რაღაცისკენ რაღაცას მიაგენი ხო მივაგენი კი შენში საკუთარ თავში მივაგენი მიუხედავად იმის რომ მარტო ჩემ თავთან ყოფნა ძალიან მაგრამ მიყვარს მთელი ჩემი ცხოვრება ან ბავშვობიდან გამოვირჩევი იმით ჩემი მეგობრებისგან არ ვიცი რომ შემეძლო კინოშიც მარტო წავსულიყავი საეჭმელათაც რესტორანში იყო და ისე გემრიელად მარტო წავსულიყავი ან დღესასწაულებს საკუთარ თავს ყოველთვის ვუწყობდი მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი არ გადამიჭრია მაინც მე ხვდები აი ვიცი რომ აი აქ რაღაცა პრობლემა მაქვს მაგრამ არ ვებრძვი ამ პრობლემას, ვაგრძელებდი ცხოვრებას. ეს შენ თავს დაუსვი თუ რაიმე დიაგნოზს ებრძოდი თუ ანუ შენ თავს დაუსვი ეს თუ არა, მე ფსიქოლოგებთანაც მთელი ჩემი ცხოვრება დავდიოდი. რაღაცა მედიკამენტურათაც მე რაღაც მეხმარებოდნენ, მაგრამ სხვათა შორის რაღაცა მედიკამენტი იყო ფსიქოტროპული, რომელიც დამინიშნა ფსიქიატრმა, რომელიც საერთოდ არ მომიხდა და ძალიან ინდივიდუალური აღმოჩნდა ეგეც. იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება რაღაც წამალი მოუხდეს, ვიღაცა შეიძლება არ მოუხდეს. სპირიკით ავნოს. მე ძალიან არ მომიხდა. და ამიტომ დავანებე თავი ამ წამალს და დავიწყე მე თვითონ კურნალობა. ოღონდ როგორ გულისხმობთ, აი არაცნობიერამდე რომ ცდილობ რომ ჩავიდე უკვე. ძალიან მტკივნეულია. მართლა ემოციურად გულისხმობ რომ ძალიან რთულია რომ საკუთარ თავში ესე ეძიო სკერებში ჩადიხარ ხო რაღაც საშინელებებიც ხდება მაგ დროს მაგრამ ერთადერთი გზაა მგონი ერთადერთი გზაა მართლა იმისთვის რომ რაღაცას მიაგნო საკუთარი თავის გაცნობა როგორც კი დავიწყე რა წამს მანამდე როგორ ვიყავი იცი ხალხისთვის როგორი შეფუთვა მჭირდებოდა იმისთვის რომ უფრო წარმოსადეგი ყოფილიყავი ვიზუალურად უფრო მაგას ვაქცევდი ყურადღებას ვიდრე და აი მაგალითად ისე ვიხუმრებდი რაღაცა გარემოში სადაც ზუსტად ვიცი რომ ყველა მოკვდება სიცილით მაგით მივხვდი რა გულისხმობ აი ყველგან რაღაცა პერსონაჟს თამაშობდი კარგა ხარი და ანუ როლების მორგება ხო თქო სულ როლების მორგებაში ვიყავი და ბავშვობაშიც რაღაცა ვთქვა აი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი სერიოზული ერთ სკოლაში და მადლობა მინდა გადავხადო მაგათ იმიტომ რომ გაგაძლიერეს ძალიან მაგრა გამაძლიერეს მაგრამ სანამ აი ამ მივხვდებოდი რომ ეს ჩემი ძალა იქამდე სულ ფუთავდი საკუთარ თავს და რაღაცა მომენტში შეიძლება ცოტათი ჩაგვრელიც კი ვიყავი მაგის მერე რომ მე არ ყოფილიყავი და ჩაგვრული ხო მე მქონდა პირად ურთიერთობებში ძალიან ბევრი პრობლემები მართლა ესეც იქიდან ხო არ მოდიოდა მენტალური პრობლემის გამო კი, იცი რა მქონდა, კომპლექსი მქონდა, ალბათ ჩემი აზრით, მიტოვებულად ყოფნის, ამიტომ მე მივდიოდი პირველი ყოველთვის. მე გავრბოდი ყველაფრიდან ყოველთვის. ბორდერლაინი ხო არ ხარ? ეგრეც ნიშნავს. არიცი? ბორდერლაინი არის, ეს არის ერთ-ერთი, ну, ფსიქიკური მდგომარეობა, ეხლა ფსიქიატრი არ ვარ, მაგრამ რაღაც დონეზე ვერ ყვევი რა მენტალურ პრობლემებში. ანუ დღეს ხო არის ეგეთი
გავრცელებული ის, რომ აი ვინმეს თუ გუნება განწყობის ცვალებადობა აქვს, თან ჩვენ თაობაში განსაკუთრებით და უფრო ახალგაზრდებსაც იძახის, რომ ბიპოლარი ვარ. ხო გაგიგია? აი მე გუნება განწყობა. შენ უშუალოდ დაგისვეს? ხო და ნახე რა ხდება ხოლმე, ბევრს ეშლება და ბიპოლარულს ირქმევს, როცა რეალურად ან არ არის, ან ბორდერლაინია. თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა ჩაწერო ბლოგი, ვიდეოები, პოდკასტი, შეგიძლია მოხვიდე პოდკასტ კორნერ თბილისში, სადაც დაგხვდება ყველაფერი, იდეალური სეტები, დიზაინი, კამერები, პროფესიონალური ტექნიკა და აღჭურვილობა, არ მოგიწევს არაფერზე ზრუნვა და ნერვიულობა. ყველაფერს პროფესიონალურად შეასრულებენ აქ. დასაჯავრშნად შეგიძლიათ შეხვიდეთ ლინკზე, რომელიც აღწერაში იქნება. ბორდერლაინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური მდგომარეობა, როცა აქვს იგივე სიმპტომი, რაც გავს რა რაღაცით, იმ მხრივ რომ გუნება განწყობები იცვლება რა და ამიტომ ეს სტიგმა ჩამოყალიბდა, რომ თითქოს ბიპოლარი ვარ და ხო არ არის ეგრე რეალურად რა. მე თვითონ აი ამ დიაგნოზს ძალიან მაგრა ვებრძოლ, მე ძალიან მომეწონა თვითონ ჩემმა თავმა, როგორც გადაწყვიტა უცებ რომ აი წარმოიდგინე ახლა მე რომ ამით მესარგებლო ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც აი ამ რაღაცნაირ სტატუსით უსარგებლია, რომ მე ვიყო. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ამითი შეიძლება გავამართლო ჩემი ნებისმიერი ქმედება, მაგრამ ძალიან რთულია, რომ მართლა იცი როგორი მუცვინგები მქონდა ადრე. შენ დღიური თუ აი ეს თვეების განმავლობაში? არა. აი როგორ ისე წუთობრივზე გელაპარაკებ. ან დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ რადიკალურად გეცვლება ხასიათი. ოღონდ რამდენად რადიკალურად, იცი რომ აი როგორ აგიხსნა მაგალითად, ეხლა მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე და მოდი ვილაპარაკოთ რა, მოდი ახლა ის გავაკეთოთ, მოდი ეს გავაკეთოთ, მალე ძალიან დეპრესიაში ჩავარდე, ხო? მეორე წუთს ისე ჯერ ესეთი მოტივაციას კარგავდი, რომ ის ყველაფერი ვაკეთოთ, რაც 5 წუთის წინ გითხარი და მე ისეთ ცუდ ხასიათზე გაყენებდი შენს. ანუ გადმომქონდა შენზე ეს მდგომარეობა, ვიყავი აგრესიული და მე ისე 5 წუთში გეუბნებოდი, რომ რატო ხარ ცუდ ხასიათზე? და რატო იგრუზები? რა გჭირს ვერ გავ ცხოვრება ბედნიერია. კიდე რაღაცა ბედნიერების მომტანია, რატო ხარ ესე? ამ დროს შეიძლება მე დამგრუზო და მე შენ ხო შენ მიგიყვანე მაგ მდგომარეობამდე. კი, არა, კარგშები რომ მაგაზე საუბრობ, კი, იმიტომ რომ საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს ეგრეთ თამამად. ხო და ამას ხო უნდა და მიხვედრა. და მე ამას ვერ მივხვდი, სანამ ცხოვრებამ ან არ ვიცი განგებამ აი კარგად არ დამაძნეყვა. სადაც მაიძულა. ხო გაგიგია, ბოლომდე თუ არ დაეცი ვერაფრინდებიო რა. კი, ხო და აი მე ვთვლი რომ ფარდნაში ფრენა ნასწავლით. არა, თან ვატყობ ხა ისე საუბრობ ამ ყველაფერზე, რომ უკვე გადალახულს გავს ფაქტიურად რა, იმიტომ რომ თამამად რომ ამაზე საუბრობ, უკვე საერთოდ კრიზისში როცა ადამიანი ხო დიდად არ უყურს მაგაზე ლაპარაკი და მაგაზე ლაპარაკი კი არა, მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის კალემოცვაშიც არ შეუძლია ყოფნა გარბის ეგრევე გამოცდილება. პროგრესის მანიშნებელია რა და ეხა ბევრისთვის ხო შენ ინსპირაციაც ხარ რა და შთაგონება და რამდენი ადამიანი გიყურებს და რავი პოპულარობას ყველაფერი და აი რაღაცა რომ უთხრა მაინც თითქოს ზოგი დადგუნულია. შეიძლება ეხა გვიყურებენ კიდევს და დადგუნული არიან ან ჭირდებათ ხო და უფრო ცალად რო უთხრა ვიდრე სტორში ეტყვი და გაქრება. კი. ზუსტად მაგიტო იყო რომ მეც ინსტაგრამზე დავიწყე ჩემი აზრების როგორც დღიურის ისე და წერა რომ მივხვდი რომ ყველაზე მეტად იმ პერიოდებში როდესაც რთულ მენტალურ მდგომარეობას გავდიოდი ის იყო რომ ჭირდებოდა ვინმე, ვინც მეტყოდა რომ მარტო არ ვარ. ეს განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მივხვდი რომ მე შემიძლია ვიყო ის ადამიანი, რომელიც ხებს ეტყვის რომ მარტო არ არიან და ძალიან ხშირად გვაქვს უშუალო მიმოწერა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებსაც რაღაცა პერიოდი აქვს. მე ვერ ვიტყვი რომ რამე გამოცდილება მაქვს, მე გულისხმობ როგორც ფსიქოლოგი, ეგრე არ შემიძლია მოგიდგე და გელაპარაკო, მაგრამ ის მეთოდები, რამაც მე მიშველა, შემიძლია გირჩიო. ხვდები? აიგაა ზუსტად. ხო, გამოცდილებების გაზიარება. ჩემი გამოცდილება პირველ რიგში მოკლედ მე ძალიან მაგარ რაღაცას მივხვდი, რომ შენ თავს აუცილებლად უნდა აცადო, რომ ცუდად იყოს. კი, არ შეიბრძოლო. არ უნდა გაექცე ამას. ხო, არ გაექცე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიძულო, რომ ეს ცუდია შენ ამ მდგომარეობაშიც ხარ და შენ ხარ ლუზერი. ეს არ უნდა უთხრა. ბოლომდე უნდა აცადო, რომ ცუდად იყოს, იმიტომ რომ რეალურად ამ პერიოდში გადის ალბათ ყველაზე დიდ ტრამპლინს იმ განვითარებისთვის. მე არ ვიცი ცხოვრებაში ისტორია არ მსმენია, სადაც ადამიანი უცებ
მწერლზე ასრულა აი ამ საშინელი ბნელი იმის გარეშე, ხო, პერიოდის გარეშე. მართლა არ მსმენია. თუ ასულან და რა მაგარია, რომ ეს არ განუცდიათ, მაგრამ იშვიათია. მგონი ღირებულიც არაა, ხო, ეგეთი ასვლა. კი. იმიტომ რომ როდესაც შენ იცი როგორია სინამდვილეში ცუდად ყოფნა, მე კარგად ისე აფასებ, რომ ეგ შენი ბიპოლარობაც და აღარაფერი აღარ გჭირდება, აღარ გახსოვს. იმისთვის რომ კარგი ხასიათი შეინარჩუნო. შეიძლება ესე იჯდე და ისეთ ნირვანაში იყო, რომ იტყვიან ისეთ ბედნიერი იყო და გაუკვირდეს ხალხს რატო ხარ. იმიტომ რომ დაუშვათ რაღაც გადალახი, როზეც სხვა არ იცის და შენში შიგნით ხარ ბედნიერი, ხო? კი, ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ეგ განცდა. მე ძალიან მნიშვნელოვანია თუ შენ იცი რომ შენ თავთან მარტო დარჩენა არ შეგიძლია და ძალიან ბევრი ადამიანია ეგეთი. ოღონდ სახლში არ იჯდეს ახლა მარტო. გავა იმ მეგობარს ნახავს, მე გავა ამას გაგდა ხელოვნურად იქმნის ძალიან ბევრ საქმეს, იმისთვის რომ საკუთარ ფიქრებთან და თავის გონებასთან არ დარჩეს. და მანდ რა კითხვებებადება, იცი? აი შენს კითხავ იმას, რასაც უსმევ ხოლმე რა, შენ აი ვინ ხარ შენ, როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან. აი ჩათვალე რომ ეგ კითხე, მაგრამ თან დავაყოლე. ისედაც რეალურად მარტო არ ვარ ყველგან. აი ეგ ფიქრი სუმებადება რა. აი რეალურად მე ესე აღვიქვა რომ სახლში ჩემ თავთან მარტო რო რჩები სიტყვაზე. იგივე რაღაცას განვიცდი სიტყვაზე რომ აი ხა ჩვენ ერთად ვიჯდეთ და რაღაც ხო ხდებიან ბევრ ადამიანში ვიმყოფებოდი რა. ანუ საკუთარ თავთან ხომ მაინც მარტო ვართ. ყველგან. საკუთარ თავთან მარტოები ვართ, მაგრამ აი მე იცი რა მგონია, რომ ძალიან ხშირად გავურბივართ მეს. ხო. მეს რა უნდა, მეს რა ეს სიამოვნება, მეს რა ტკივა სინამდვილეში. მე რატო იქცევა ესე ცუდად? მე რატო არ არის ესეთი პროდუქტიული? ამ კითხვებს ოღონდ ავარიდო თავი აი ამ შეკითხვებს და მე ახლა დავურეკავ ჩემ მეგობარ კიკის და ვეტყვი რომ წამო რა გავისეირნო. ხო. მაგას გულისხმობ ყოველთვის. აი მე, როდესაც ჩემ თავთან მარტო რჩები, ვინ ვარ, ადამიანი, რომელმაც თქვათ, ვერაფერი ვერ შეძლო და მე ეს ვიცი გულის სიღრმეში. თუ არის ადამიანი, რომელსაც თავი წარმოუდგენია აქ და აქ და აქ და აქ და იცის ამ ყველაფრის გზები. თუ ვარ ადამიანი, რომელსაც ფრჩხილების ხვდები რომ მე ვიცნობ ჩემ თავს, როდესაც მარტო ვარ, როგორი ვარ და აი ამ როგორც კი დავიწყე ჩემი თავის გაცნობა. და მივხვდი რა მიყვარს, რა არ მიყვარს, რა მაგიზიანებს, რა არ მაგიზიანებს. წარმოიდგინე, ადრე არც ვუკვირდებოდი, რამე გარემო არსებობს თუ არა, რომელშიც დისკომფორტულია ჩემთვის ყოფნა. მაინც აიძულებდი თავს, რომ ვიყო იქ. ეხა შანსი არ არის ისეთ გარემოში წამიყვანო, სადაც დისკომფორტულია ჩემთვის. აი თუ მანამდე იყო თქვათ ნორმა და მეგობრებში მოსულია, რომ ბარებში იაროთ, ხო? და ფართი ფუფერს გეძახიან თუ არ დადიხარ. თქვა თუ ამბობ და ამიტომ დადიხარ. შენთვის დისკომფორტულია ჩემი ენერგეტიკულად მაგრამცლის. ვერ ვიტან რა ამ ხალხმრავალ და ბნელ სივრცეებში ყოფნას. რა გავაკეთო? მივხვდი რომ არ უნდა ვიარო. ანუ ხო, აი შენ თავს რო უსმენ რა, ეგ გაჩნდა რომ შენ თავს მოსმენა დაიწყე რა. ანუ ნახე როგორ არის ადამიანი თუ საკუთარ თავში არ იხედება, ხო? რა გამოდის რომ ცხოვრობს ისე როგორც მოახვიეს თავს, ხო? რწმენებიც მოხვეული გვაქვს. წესებიც მოხვეული გვაქვს. რეალურად თუ დავფიქრდეთ, ძალიან ბევრი რამე არის უბრალოდ ვიღაცეების რაღაც კოლექტიურად შექმნილი რწმენები, წარმოდგენები, იქ ესე უნდა მოიქცე, აქ ეს არ უნდა გამო სტიგმები და ასე შემდეგ, ხომ? ეს სავსეა. ან გინახია, რომ მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც აი ეს მე ვიცი რამოდენიმე ეგეთი ადამიანი, რომ აი ამის ჩაცმულობა მომწონს. ეს რა კაფეებშიც დადის ეგ მომწონს. ეს ვისთანაც მეგობრობს ეგ მომწონს. ის როგორ ტანზეც არის ეგ მომწონს და ამ სხვა ადამიანების რაღაცა მოდელს საერთოს ქმნიან და იწყებენ ამ ცხოვრებით ცხოვრებას. ან ყველა ერთმანეთს რო ემსგავსება. გინახია? აი პლასტიკური ქირურგია მაგალითად, ხო? ყველა ერთმანეთს რო გავს. ხო. აი რა არის, ხო? და ამას ხო უნდა აღმოფხრა რაღაცნაირად, ხო, ვიღაცამ ხო უნდა ისაუბროს ამაზე. დაჟე ისიც უნდა მეთქვა, აი ხა ამ ყველაფერზე რო საუბრობ, რაც მეტი ილაპარაკებს მაგაზე. მით მეტად აიწევა ცნობიერება და განთავისუფლდება ხალხი ამ ტანჯვებისგან, ხო? ანუ იმასაც ეტყოდი ხალხს, რომ აი სიტყვაზე არ ჩაიგეთონ და ილაპარაკონ ამაზე, ისეთ ამამად, როგორც ხა შენ საუბრობ. ალბათ ნომერ პირველი გაიხსნას რა. ისა რომ ხმა ამოიღო. გაიგო რა გაწუხებს, არის ის რომ ეს ილაპარაკო, იმიტომ რომ როდესაც ამაზე ლაპარაკს იწყებ, გაცნობიერებას იწყებ მე რა. და პასუხები გებადება უცებ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ჩემ გონებაში კიდე 1000 ფიქრი მოდის გარდა იმისა, რომ ვთქვათ ცუდად ვარ. როგორ უნდა გავაკონტროლო?
ამაზე, იმიტომ რომ ამაზე პასუხი შეიძლება უცებ მომივიდა რამიშველის, მაგრამ რაღაცა სხვა ჩაჩეხა მერე. და წერა არის კიდე ძალიან მაგარი, დღიური. კი, ძალიან ძლიერი რამეა. მთელი ჩემი ცხოვრება დღიურს ვმართავ. ამიტომ ვაფრენ დღიურებზე. ყოველდღე წერ? აი, ყოველ საღამო ღამე ძილის წინ ოღონდ. ვუთმობ სადღაც არაფერი არ როგორ ხასიათზეც უნდა ალბათ არის 3 წუთი. რომ დაწერო პირველ რიგში შენი განწყობა, სხვაჩვენს ჩემ ტელეფონსაც აქვს ეგ და საათს და აუცილებლად ვთითებ დღეს როგორ განწყობაზე ვიყავი და რა მიმოქმედა და ასე შემდეგ. და მე აუცილებლად წერ მიზნებს. შენს მომავალ მიზნებს, ხო? ოღონდ წერ აწმყოში. და ძალიან მაგარია. თითქოს ახთა, ხო უკვე? ეგ ძალიან, ეგ ვიზუალიზაციის ტექნიკაა. მე ბედნიერი ვარ, მოკლედ ვწერდი ალბათ 1-6 წელი. ყოველდღე. კი, ანუ 10 რაღაცას წერ დღეში, ყოველდღე. და მე ბედნიერი ვარ იყო ამათიდან ერთ-ერთი ყოველდღე. და ეხლა მე ბედნიერი ვარ, ესე აღარ მახსენდება და ეგეც იცი როგორ მიხარია, იმიტომ რომ ჩემი ნომერ პირველი რაც უნდა ჩამეწერა, ის იყო რომ ბედნიერების შეგრძნება იმდენად მინდოდა რომ მქონოდა და სანამ არ დავიჯერე, მოკლედ, რომ ბედნიერებად ჩვენ ვქმნით. იქამდე არ ეშველა და დაემა ბედნიერება და წყლაპოში ჯდომა და ეს იყოს ვიღაცისთვის თქვათ მიუღებელი ხარ. აი მე ტალახში ახლა შემდგომ რაღაცა ცოტა ისე რომ გიყურებენ და აი რა გავაკეთო ტალახში ვარ თქვათ ბედნიერი. რაღაც არ ვიცი, ჩემ ძაღლთან ერთად რომ უბრალოდ ზივარ და ხედს უყურებ და სუნთქავ. განიცდი შეიძლება ის რაღაცას რასაც სხვა ვერ განიცდი. ძალიან ბედნიერი ვარ, შენ წადი და დალია თუ გინდა შენი კაპუჩინო. კი, მაგას დიდი ძალა აქვს თვითშეგონებას. როგორც ვიცი, კიბოთია განკურნებული კაცი. იქ ალაბამაში თუ სადა კიბოთი განიკურნა კაცი, ყოველდღე იძახდა რომ მე არა მაქვს კიბო. განამკურნალა. ძალიან ეგ მართლა. მართლა ნახდა რაღაცას გეუნები. კიბო არა მაქვს. აი ეს თავდაჯერებით იძახდა და რომ მივიდა იმაზე, ხო, ეკოსკოპიაზე თუ შემოწმებაზე, არ აღმოაჩნდა კიბო. საოცრება არ არის? მე მჯერა მაქვს საოცრების, იმიტომ რომ მართლა თავისუფლებში. რო აი ეს 10 რაღაცა გაითვალისწინოს ყველამ, მართლა სასწაულ მოქმედია, ოღონდ ამას რო წერ, თან ჩიფსი ჭამო და თან მეგობარს ეჩათავ არა, რეალურად რასაც დაწერ, რომ მე ბედნიერი ვარ ამ ყველაფრის გონებაში, ჯერჯერობით გებეჭდება, მე ვიზუალიზაცია ხდება, თუ ჩართული ხარ იმაში, რასაც წერ. დედას ვფიცავ რა აკეთებ მე. აი რაღაცა ძალით ამ ყველაფერს აკეთებ. ჩემი ოცნების მანქანა რომ ყოლოდა, ვთქვათ, მაგას ვწერდი, მაგასაც წლები ვწერდი. ნუ უკვე მყავს, ხო, თითქოს? ყავს. და ყავს. ყავს. ძალიან მაგარია. მაგას წერდი. ეხლა ვწერ, ვთქვათ, ჩემი ოცნების ხის სახლი რომ ავაშენო, მაგას ვწერ. ან ყველაფერი მანიფესტირდება რა რეალურად. მანიფესტაციას აკეთებ ეგრე. კი, ძალიან მაგარია. აი ხა ჩიფსი ახსენე და ჩიფსზე გამახსენდა. მთელი რავი ერთი ბოლო წლებია უთმობ დროს რომ ადამიანებს შთავაგონო რომ ყვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ ჯანმრთელობასთან რა. და ის საინტერესო რაღაცას მინდა შევეხო და არ ვიცი შენ გიფიქრია თუ არა მაგაზე რომ აი ყველაფერი გავლენას ახდენს რო გკითხონ ფსიქიკაზე ხო ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე უძილობა იქ რაღაცა ნარკოტიკული საშუალება ხო იქ მოსაწევი რა არავინ არ ახსენებს თითქმის ყვებას რა ნუ ეს საჯაროდ და ისე და მე ხა ჩემ მაგალითზე შემიძლია ვთქვა რომ მეც მაწუხებდა რა პრობლემები რა უფრო შფოთვითი პრობლემები ხო იცი შფოთვი დიდი ხანი მაწუხებდა რა ერთადერთი რამაც მიშველა არა მედიკამენტი არაფერი გარდა კვებისა და არა მარტო მე უკვე ჩემ საქმიანობაშიც გადაიზარდა და უკვე ხალხსაც ვეხმარები მაგაში რომ კვებით მოუგვარო ის პრობლემები რაც წლები ვერ მოაგვარის გიფიქრია მაგაზე სხვა შორის მე მყავს ერთი ძალიან მაგარი მეგობარი რომელიც არის არ ვიცი ჩემთვის ამ საკითხში გურუა რა რომელიც ნუ გარდა ტრენერობისა რაღაცა ძალიან ბევრი პროფესიით კი და ინტერესით არის დაკავებული და მაგან ჩამიდო ეგ ტვინში რომ როდესაც შეიძლება რომ შენ გეგონოს რომ დეპრესია გაქვს ამ დროს გაკლია D ვიტამინი მაგალითად აი მაგ პრიმიტიულობამდე შეიძლება დავიდეს ეს ყველაფერი რომ D ვიტამინი გაკლია მე კვებას ჩემ გუნება განწყობაზე უზარმაზარი ისა აქვს რა ქვია მაგას რა სიტყვა თქვა ზემოქმედება ხო ან ტრიგერი ხო გატრიგერი კი
ზუსტად აი როგორც კი ვიწყებს სწორკვებას და ვაძლევ ჩემ ორგანიზმს იმ რაღაცეებს რაც ჭირდება ავტომატურად პასუხობს დადებითად გონებაც მეხსნება ბევრად უფრო ღიმილიანი ვარ და ღრუბელი თავზე აღარ დამყვება აი ხო ორგანიზმს ზოგადად ჩემი აზრით უნდა უსმინო რა კი არასდროს არ მოგატყუებს ის კი და მე მეუნებოდნე რომ შენო პლაცებოს ეფექტში ხარო რა არ ჯეროდათ იმიტომ რომ ვერ უმტკიცებდი რომ ან შფოთვარე პიროვნება ვიყავი სულ ყოველთვის და მაწუხებდა ეს პრობლემა აი რომ რა შფოთვები ყოველთვის მქონდა აი მოულოდნელი რა უცებ რო დაგეწყება ხო ხვდები მე პანიკურ შეტევას გავს ეგეც მქონდა მე პანიკური შეტევები ძალიან ბევრი მქონდა ну უფრო შოთვარება მქონდა მეტი ვიდრე პანიკური მქონდა ну ალბათ წელიწადში ორჯერ რა ბევრჯერ არა მაგრამ დეპრესიაც გამოვიარე აი იცი როგორი წრე იყო გამოხვიდოდი შეხვიდოდი რა აი თითქოს სტაბილურობა ვერ იპოვე სიმშვიდის რაღაცა გარკვეული 2 თვე 3 თვე ხო ხვდები ერთი დღე რო კარგად ხარ ეგ არაა კარგად ყოფნა ხო კი მაგას ხო თანისა გაფლეშბექებს კი არა უკან მიყავ ხარ ეგ ყოველთვის ეგრეა კი ძალიან საშინელებაა და მე სხვა შორის მაპატია თუ შეგაწყვეტილი ჩემს ფსიქოლოგმა მითხრა ძალიან ნერვიულობდი მაგაზე რომ უცებ გრძნობდი რომ ვაიმე მე მგონი დავმიცდი მე მგონი აღარ მაქვს რაღაცა პანიკური შეტევები მე მგონი კარგად ვარ და უცებ გრძნობდი რომ მიახლოვდება და უკან მითრევს და იცი როგორ მითრევდა მე შიშიც გიჩდება რომ არ დაბრუნდეს ხო შინოდა რომ არ დაბრუნდეს და მე მივხვდი ძალიან მაგარ რაღაცას ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა რომ მოკლედ იქამდე წაგიყვანს უკან სანამ ეს უკან წასვლები არ გახდება უძლური შენ წინაშე და შეიძლება ეხლაც ცოტა უკან მიყავ ხარ გაფლეშბექებს რაღაცა მაგრამ ძალა აღარ აქვს მე ხო ვიღაცებმა ისე დაამუღამეს რომ იზრდებიან შეიძლება ესე იჯდეს გესაუბრებოდეს ამ დროს ატაკა კონდეს და ვერ შეამჩნიო მე მქონია ეგ ძალიან კი ანუ გამომუშავებული უკვე ხო მაგრამ აი ხო აი ძირითადად გოგოებს ეგ აქვთ რომ აი იცი როგორაა იქ დამტკიცებულიცაა რომ მენტალური პრობლემები ხო ქალებს უფრო ხშირად ემართებათ მაგრამ კაცებს უფრო მძიმედ აი ეგრეა რა ზოგადად და კაცებს ხო ისი ზოგადად ყველაფერი მძიმედ გადააქვთ შედარებით ვიდრე ქალებს რა ალბათ აბუქებენ თან კი თან აბუქებენ და ეგ ახალიც არ არის რომ ქალს შეუძლია ძალიან ბევრი რამე აიტანოს რა ეხა გენეტიკურად დევს ხო ეხა სადაც ფეხმძიმობა ამაში ჩადებული გენეტიკურად იმასაც აიტანს ძალიან დიდ კიბილსაც აიტანს და გაუმკლავდება ბევრ რამეს ხო და მაგაზეც მინდა რომ ვისაუბროთ მარტო აი ნახე ლონდონში, ამერიკაში, აი ესეთ ხო ხვდები ინგლისში, ესეთ ქვეყნებში, ხო? აი კაცის ის არის გაუფასურებული რა. აი კაცის მენტალური ჯანმრთელობა, კაცის ხო ხვდები, აი თითქოს ეპიდემია ხო მენტალური პრობლემების, მაგრამ აი თითქოს კაცებს არ პატიობენ თუ რა ვიცი, აი ისეთი უნდა იყოს, რომ აი ეგ სტიგმა დღემდე არის რა. და ხო ხვდები ძალიან საშინელი სტატისტიკაა რა კაცები იკლავენ თავებს რა ვიცი დაოჯახებული მამაკაცები ხო ხვდები ძალიან ხშირად რა და მაგაზე არავინ არ საუბრობს იცი რატო იმიტომ რომ კაცი ყოველთვის ასოცირდება რაღაც მასკულინურთან თითქოს მას არაფერი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს არ უნდა ხო და თვითონაც თქვენ რომ არ უნდა გქონდეთ ამიტომ არ ლაპარაკობ კი საზოგადოებაც მოითხოვს რომ აი ეს ნუ ოჯახი რაღაცა უნდა არჩინოს იქ რა თავისთავად უნდა არჩინოს და იქ რაღაც ყველაფერიც უნდა გააკეთოს რაც ევალება ხო ის რაც თავისთავადაც დაუწესა და რაც პასუხისგებლობას მოსდევს მაგრამ რატო უგულებელ ყოფენ ესე და შენი აზრით და ყველა თანასწორად უნდა მიხედოს ამ პრობლემას თუ არა რა კი აუცილებელია რომ თანასწორად მიხედონ ამ პრობლემას ეს ეპიდემიაა შენ ატყობ საერთოდ რომ ამაზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ რომ რატო ხდება ესე? ნუ ალბათ გავიგე რომ ნუ ესეთი პერიოდია საერთოდ სამყაროში თუ არ ვიცი დედამიწაზე რომ გლობალურია ეს დეპრესიის პერიოდია მე მგონი და კი მგონი ეგეთი არის პერიოდს და პროცესს გადის მაგრამ რატო ხდება არ ვიცი ეს მაგრამ ქალებიც და კაცებიც არიან ძალიან დამძიმებულები ეხა და მით უმეტეს ჩვენ ასაკში თუ შეგემჩნევია. ჩვენ ასაკში უფრო, ხო? ხო, ჩვენ ასაკში საერთოდ პიკი არის რა. პიკია, ხო, მე მგონი ყოველი მეორე რა. კი. მაგრამ
ქალმა შეიძლება ამაზე ილაპარაკოს და კაცი, სხვაჩვენს მე ძალიან ბევრი კაცი მწერს ამაზე. ხო, წერენ? კაცები მწერენ ამ პრობლემაზე და ალბათ რაღაც ფონტში ჩაკეტილები რო არიან, შენთან თითქოს ხსნას ხედავენ, სადმე იპოვენ. თუ არა ზუსტად აი მაგარამე წერენ ხოლმე. კაცებისგან რო ვიღებ ხოლმე ამას მე კიდე სხვანაირად მიხარია, იმიტომ რომ ქალური გაგებით კიდე სხვანაირად მიხარია, იმიტომ რომ ჯერ ერთი კაცი გენდო, იმიტომ რომ კაცი რო გადყდეს, მიუხედავად იმისა, რომ კაცი სხვანაირი ტიპი გადყდეს და თავის სისუსტე პირდაპირ თეფშზე დაგიდოს, ცოტა ისეთია რა. პირდაპირ რთული ვიდრე ქალმა ქნას. და მეორე ხვდები, რომ კაცსაც კი, წარმოგიდგენთ, მეც კი ეგეთი ტიპი ვარ, რომელიც აი ამ ცოტა დაშტამპული ყავს კაცები, იმიტომ რომ კაცსაც კი აქვს ესე იგი ეს პრობლემები. აი ეგ ფიქრი მომივიდა მე. ხო? კი. ანუ თითქოს სტიგმის გამო ვერ წარმოიდგენდი, რომ კაც შეიძლება ეს პრობლემა ქონოდა, ხო? იმიტომ რომ ეგ მე მგონი მამებისგანაც მოდის. ხო, რომ აი მამა დეპრესია არის სუსტების. ხო, სუსტების და ძლიერი უნდა იყოს და ამ დროს შეიძლება თვითონ კვდება დეპრესიაში, შიგნით ისეთ მდგომარეობაშია რა. ხო, იმიტომ სვავენ, შენი ეს რატო სვავენ, ხო, ქართველი კაცები? უმეტესად ეგენი არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არასოდეს არ უსმენდნენ, ჩემი აზრით. საერთოდ. და ალბათ ხო სასმელში ფიქრებს. სასმელში მიდის ყველაფერი, სიმღერა იქ რაღაცა ერთმანეთთან ჩახუტება, ხო? რამდენი წლები. სულ ფიქრობდი, მეთქი რატო სვავენ? და მე მივხვდი, რომ უეჭველი მენტალური პრობლემები აქვთ. ან აი ესეთი ცუდი აზრები, სიტყვაზე დეპრესიული მიდრეკილება და ამით ებრძვიან, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ ხა ყოველდღიურად გართობის მიზნით იღებდი ამდენ ალკოჰოლს. ან ყოველკვირეულად ხო ხდები რა? მე საერთოდ არ ვსვავ. და ნარკოტიკებსაც უნდა შევეხოთ. ჩვენი თაობა ახსენე და ამ პრობლემას სამწუხაროდ არასწორად ებრძვიან რა, ბევრი. იქნება ეს მოსაწევი რაღაცეები, ხო ხდები კლუბური ნარკოტიკები, ვერაუვალთ რა, ხდება ეგ. აი მაგათ რა უნდა ურჩიოთ ისეთი, რომ თვითონ უნდა დაეცეს ისე რომ აი მე მივიდეს და ადგეს და გაეშვას ამ რაღაც. მის როგორ შორს ვარიცი ამ ყველაფრისგან, აი ესეც კი არ ჩანვარ, ისე შორს ვარ, მაგრამ არ ნიშნავს რომ პრობლემა არ დგას. და ადრე მქონდა საშინელი აგრესია ეგეთი ადამიანების მიმართ, ვინც კლუბურ ნარკოტიკს იყენებს. ხო. ან ნებისმიერ ისეთ პრეპარატს, რომელიც რაღაცა თრობაში გამყოფებს. კი. მე მივხვდი რომ არ უნდა მქონდეს აგრესია, იმიტომ რომ ეს არის რეალურად რაღაცა პრობლემების კარგად დალექვა რა. თუმცა ეს მათი გზა არის არჩეული, რომელიც თან კიდე პლუს cool არის მაგათი აზრით. და კიდე რო გეუბნებიან რომ მოსაწევი არ არის ნარკოტიკი. მე ამის მართლა არ მჯერა, იმიტომ რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა არა სიფხიზლეში ამითი მივალ, ტაბლეტით მივალ თუ ალკოჰოლით მივალ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ეგენი ჩემი აზრით, აი მე უკვე, აი ბოლოსკენ გადიან ბევრად უფრო რთულად იმ რაღაცა პერიოდს, ვიდრე ფხიზელი ადამიანი გაიგოს. ეს არის კატასტროფა. მე მინახია ჩემხელა ადამიანები, რომლებიც მართლა უკვე სიკვდილ სიცოცხლის რაღაც ეპოტინებიან, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს ნარკოტიკის დამოკიდებულება უნდა მოიშორო, რომელიც აი ამ რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა. კიდე პლუს ამ მდგომარეობასაც უნდა ებრძოდა. რომელიც ეს ყველაფერი რეალურად შენ შესწრები ხო ამ ესეთ ფაქტებს. კი, იმიტომ რომ ზართული. ჩემი თაობა და ჩემი სამეგობროს ირგვლივ ყოველთვის იყო მსგავსი პრობლემები. სამეგობროში არა, მაგრამ ირგვლივ ყოველთვის იყო. და რაღაცნაირად ყოველთვის არასერიოზული, ეგეც ძალიან არასწორია ალბათ ჩემი მხრიდან, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ რაღაცა არასერიოზული ადამიანების თავისუფლებას მიტოვებდნენ ყოველთვის ეგეთი ადამიანები, რა, რომლებსაც შეუძლიათ რა ნახევრად ფხიზელი აკეთებდეს საქმეს, ნახევრად ფხიზელი საერთოდ შემოდიოდეს კონტაქტში შენთან, იმიტომ რომ მე შენ რეალურად არ გიცნობ როგორი ხარ. სულ არა ფხიზელ მდგომარეობაში ხარ. ხო შეიძლება რომ რაღაცა ჩემი ერთი მეგობარი არის, რომელიც მაგალითად პლანს ეწევა როგორც სიგარეტს. ყოველ დღე. მაგრამ იმიტომ რომ ითვალისწინებს, თუ მინდა რომ კინოებს უყუროთ, თუ მინდა რომ სადმე გავიდეთ, არ მოწევს ეგ რამოდენიმე საათი. და მითვალისწინებს. კი. სხვა შეუძლია. საინტერესოა. ხო, სხვა შეუძლია. მაგრამ ნუ ის მე რო სიგარეტს უკიდე, სხვა აი სევდა მაწევს რა სიგარეტს. ეწევი? პერბანებებ თავს ოღონდ იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან ადვილია, ეხლა ხან დავანებეთ ძალიან მარტივი. ხო და რო არ გინდა, მაგ დროს რა უნდა ვქნა? რამდენს ეწევი დღეში?
ალბათ 12 დღეს. ეგრე გამწეველობა? დღეში 2 პაჩკას ვეწეოდი და საერთოდ აღარ ვეწევი. ანუ იცი როგორ ვიტყვი? აი, როცა გაანალიზებ, რომ ეგეც მენტალურია, ანუ აქედან მოდის გონებიდან და არა აქედან. აი, ეგრევე დაანებებ. აი, გათვითცნობიერება რომ ხდება ბოლომდე, რომ ეს არის სუფთა მენტალ. რა ვუყო? პროსტა ავიღე ჩავაქრე და მითხრეს რომ აი რიტუალად არ ეწეოდი? როგორც რიტუალს ისე არ რიტუალურად კი არა, აი ჭამის მერე ყოველთვის რა, აი რაღაცა დილა, რაღაც სიგარეტი. ყავასთან, ხო? რა თქმა უნდა. ყავა სიგარეტის გარეშე როგორ წარმომიდგენია და რა ხო? აი ეგრე, როგორც გეუბნ. აი მე ის კი არ მიქნია, რომ აი ხა მიმართავენ ხოლმე ხო რაღაცა ჟუვაჭკა და რაღაცა. არა, აი უბრალოდ თქვი არა და всё. არ ვიცი ხა მე რატო გამომივიდა. უფრო იმიტომ მიყვის რომ 2 პაჩკას ვეწეოდი დღეში, ანუ 2 კოლოფი დღეში, არ ვიცი, ამდენი ღერია. 40, ხო? 40. ზოგჯერ ვაჭარბებდი, თან თუ მუშაობდი იმ დროს, საერთოდ 2 პაჩკა ნახევარი და ალბათ მაგან მიმიყვანა რა, ზუსტად რომ აი როგორ რას შვები. თან ფიტნესით ვარ დაკავებული, ჯანსაღი ცხოვრების წესით, კვება კარგი მაქვს. არაფერს მე არ ვღებულობ და აი სიგარეტს რა შუაშია ჩემთან მეთქი რა. და აი ამ გათვითცნობიერებამ მიმიყვანა. მაგრამ სხვათა შორის რაღაცეები მინუსებიც აქვს რა, აი რო ანებებ. აი მაგ მინუსებს მეშინდება. იცი ისი მეშინია ძალიან. მომატების? არა. მე ზოგადად თვლი, კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ კვებითი აშლილობა მაქვს. აი დარწმუნებული ვარ. ქალებში ძალიან ხშირია ეგ, გოგოებში. ბულემიის პონტი, ხო? თუ არ დავანებე? თუ დავანებე ამას თავი. შენ არ იცი მე რა შეიძლება დავატრიალო. მე იცი როგორი ტიპი ვარ, ძალიან მიყვარს ჯანსაღად კვება რა. სხვანაირად, მოკლედ მე ვარ საშინელ ხასიათზე თუ სწორად არ ვიკვებე და უნდა მქონდეს რა ორაგულს ჭამ, მოკლედ დღეში ალბათ 9 კილოს. აუ ძალიან მაგარი. ხო და აი ცხიმები სხვათა შორის. ხო, პესკატარიანელი ვარ. ძალიან მაგარი. და ვჭამ მარტო ზღვის პროდუქტს და ამიტომ. ხო და იცი რა მჭირს? აი უცებ შეიძლება ტვინი გადამეტრიალდეს. შაქარზე ზოგადად უარი მქონდა ნათქვამი და საკაი კარგად ვებრძოდი ამ პრობლემას. მართლა დამოკიდებული იყავით კბილზე ფაქტიურად. ხო, ეგ გასაკვირია რა. ზოგადად შენ კიდე აი ხო არიან დამოკიდებულები, რომლებიც ნუ კაი შეჭამენ, თქვა თუ ამბობ 2 ცალ სნიკერს და მე დამშვიდდებიან. შენ მე რომ მიყურო მაგ დროს. მიხვდები რომ ანუ ეს რაღაც ანომალი, რაღაცა ძალიან ბევრჯერ. უცბი აი ესეთი ტიპი ხდები. შემიძლია რომ 1-3 კილო შევჭამო რა. თვითგვემაში არ ვარდებოდი მე? აუ ეს რამდენი ვჭამე? ადრე კი, რამოდენიმე თვის წინ მქონდა როგორი მინდოდა რომ აი და გოგოებს. რაღაცა ამომეჭრა მე მუცელი და ეხა მივხვდი რომ ნუღა როგორ ძალავ შენ თავს ესე ისტერიულად და ნაკლებად მოგთხოვს, იმიტომ რომ ჯიუტია რა ეს მე. საშინლად ჯიუტია. თუ ძახილის ნიშნებით დაუწყებ ლაპარაკს, ისიც დაგანახებს ვინ არის აქ მთავარი და მაგასთან ბრძოლა აღარ მინდა. ხო და აი ამ უშაქროებზე რა ვიყავი და ძალიან რადიკალური 1 წელი. ჯერ ერთი მართლა ეხა ყველას გავუკვირდა უშაქრო ყავა, უშაქრო ჩაი ჩემგან ეს იყო რაღაცა, არ ვიცი. და ამ შაქრიანს კიდე პლუს პლიტკებს რო ვაყოლებდი, ნუ კატასტროფა. ერთდროულად ხო, ერთ დროს ეს ყველაფერი მოკლედ ჩავხსენი და 1 წელი აი კარგად მეჭირა საკუთარი თავი და უშაქრო ეხა ისინი პროტეინ ბარები და კიდე ბევრი რაღაც საშუალება არის, იცით შეიძლება ტკბილის მოთხოვნილება მოიკლა, ხო. მოიკლო, მაგრამ არ შეიძლება რადიკალიზმი, ჩემი აზრით, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ამას მიყავხარ, არ ვიცი, გიენა, მართლა გიენა კი არა, პითონი კი არა, არ ვიცი. ყველაზე საშიში ტიპი ვხდები მე საკუთარი თავისთვის და თუ აკლებ, ხო? ხო, შემიძლია რომ კარადაგ გამოვაღო და აი მე აფეთქება დამემართა მაგას გულისხმობ. ბევრი უშაქროს გამო. ნერვული? მივხვდი რომ აი უკვე აი კანკალი მეწყება, ისე მინდა შაქარი. რასა? და რო დავიწყე მიღება. აი ესე შევშუპდი და ვერაფერი ვერ მაცხრობდა. მივხვდი, ანუ ეტყობა ორგანიზმი ძალიან გადაეჩვია და ამდენი შაქარი უცებ რა ჩავიტანე, ნუტელები და მილკაზე წასმული ნუტელა და კატასტროფებს ვაკეთებდი. მოკლედ ორგანიზმმა ვერ მიიღო და ძალიან შეშფებული ვიყავი და 1-2 კვირა რაღაცნაირად ვაცხრობდით ჩემს სხეულს. ხო და მეც ვარჯიშობ და კიდე მინდა ვთქვა რომ ალბათ არ ვიცი. ყველაზე დიდი მადლობა რასაც უნდა გადავუხადო არის ვარჯიში. ვარჯიშობ? კი. სად?
წრე იცი? კი, როგორ არის? დარბაში, ხო? აუ, ძალიან მაგარი. წონებიც და კიდე პლუს ბოქსზე. ხო, ძალიან მაგარი ეფექტები აქვს. ეს არის მართლა. არ ვიცი, twins იმას შვება, რა ქვია, ავარჯიშებს და კუნთიანი twin-ი გეჩითება თუ რა ხდება, არ ვიცი. ძალიან მაგარი გზნობაა. მე დამოკიდებული ვარ თავის ფლოტზე. დამოკიდებული ვარ. ეხა მაგ პრობლემას ვებრძვი, მინდა გითხრა, იმიტომ რომ მე ჯიმზე ხარ დამოკიდებული, ხო? მაგრამ კარგი დამოკიდებულება. ხო, მაგრამ წარმოიდგინე, შეიძლება ვთქვა უარი მეგობრებთან ერთად 4 დღიან ტრიპზე თუ რაღაცაზე, რო ვარჯიში არ გავაცდინო და ეს არ არის ნორმალური. ნორმალურია სავსებით. ძალიან ნორმალურია. ზღვაზე არ გავყევით შემშობლებს, იმიტომ რომ რაღაც ვერ ვივარჯიშებ თქო და იქ მიყიდეს მე ისინი. გირები და რაღაცა. ძალიან მაგარია, რა სამი. დრო 3 დღე მაინც. ანუ შენ დისციპლინას გამომუშავებაც აღარ გჭირდება, ხვდები ნების ყופის, იმიტომ რომ შენ დამოკიდებული ხარ. არა, მანიაკალური, რა სამო. რაც კარგია და შენ ორგანიზმს უხდება და ამაზე დამოკიდებული ხარ. ეგ არის, არ ვიცი, ძალიან მაგარი რა. ანუ ფანატიზმში არ უნდა გადავიდეს, აი მე ცოტა მაქვს ეგ მომენტები, რომ ფანატიზმში გადავიდე, იმიტომ რომ მე რავი 10 წელი, 11 წელია ფიტნესით ვარ დაკავებული და აი ეს ფამფის შეგრძნება და ეს ენდორფინები და რაღაცა ის უმთხოვს ორგანიზმი, მაგრამ მე არა მაქვს ეს იმისთვის, რომ რაღაცისთვის კი არა, მარტო ფორმაში ყოფნისთვის არა. როგორც კბილებს ვიხეხავ, ჭამ, სვავ, მაგაში ცხოვრების წესშია რა ჩასმული. მძინავს, ვარჯიშობ, სვავ წყალს. ზუსტად იგივე რამეა. მარა აი მაგალითად ერთი დღე ჩაგივარ და ვარჯიშის. არა, ეგეთი რაღაცები ამჭის, არა უშავს. შენ გჭირს? ჭირს. მაგას ვამბობ. მე ვისვენებ კვირაში მარტო 2 დღე ვარჯიშისგან რა, შაბათი და კვირა არის ჩემთვის თაში უნდა ვიყოთ, მე და ჩემი ძაღლი აუცილებლად. უეჭველი ხო წყალი არ გაუვას თემა. ხო, პარა წესია ეგეთი რა, იმიტომ რომ ჩემ twins უყურს დისციპლინა მეგობრებო რა, ძალიან ეხმარება რომ ესე ჩამოწერილია რა უნდა აკეთოს. პარასკევს ვარჯიშის მერე რაღაცა საქმეებს მოვილევ, რაღაცა 5-დან გავდივართ და კვირას საღამოს ჩამოვდივარ. შესაბამისად, თუ შუა კვირის მანძილზე მე ვარჯიში გამეცდინა, ვრჩები თბილისში, რომ ავინაზღაურო შაბათს ან კვირას. და გამოდის რომ ერთი გეგმის გამო მეორე გეგმას ვშლი და მე ვარ ცუდად. ხო, და მე პროკრასტინაციაში არ გადაგდის, აი რო აღარ იცი რას მოედო. ბევრი საქმე რო გაქვს ასაკეთებელი რა. ბევრი რაღაც თესკი თუ რაღაც რო ეძახიან, ხო? რას თქვია ეს რუტინა და მე ვიცი. ხო, ძალიან საშინელებაა. საშინელებაა. კი. ეგრე მქონდა ხოლმე წიგნის ბოლო მორჩი რა. აი წინა პოდკასტში ვამბობდი რომ დამშა, აი მორჩი წიგნი. სწერა და ძალიან მიხარია, მაგრამ აი სულ ვერ მივდიოდი, ხვდები? აი რაღაცით გვერდს უვლიდი რა. ამ დროს თუ შევედი, flows რო ეძახიან. ზუსტად ეგრევე რაღაცაებში თუ შევედი. მერე ვეღარ გამოდიხარ იქიდან, кайხანი. აი flow ხო ხვდები? და ძალიან ეგეც ძალიან გავრცელებული, ნუ ეხა 21 საუკუნის სცენია ეგეც რა. პროკრასტინაცია. აი უამრავი საფიქრალი, უამრავი ის რო გაქვს რა, საზრუნავი, გასაკეთებელი და ბოლოს რას თქვი რომ ვერაფერს ვეღარ მოედები და წამოწვევი და რაღაც რავი, ტელეფონში სკროლვაში რო გადადიხარ, არ გაქვს ეგ მომენტი? ბევრჯერ მქონია ეგ მომენტი. აი სკროლავ, ბევრი გეგმა დამისახია და მე მივხვდარ რომ რაღაცა ვერებ მე ვარ, რაღაცას ვერ ვიზამ, ვაიმე ეს რაღაცა მე თან რაღაცა კი. ჩავწვეთ. ამულღოთ სკროლოთ რა, ან რაღაცა ფილმი ჩავსთოთ, ხო? ხანდახან ეგეც ძალიან მაგარია ეს. აი ხანდახან ძალიან მაგარია. არაფრის კეთებაზე მეტად მე თუ რამე მიყვარებოდა არ. კიდე არაფერი არ მიყვარს დღემდე არაფრის კეთებაზე მეტად, მაგრამ ეხლა მე მივხვდი ამის შინაარს. მაგრამ უკან ხევს. არაფრის კეთება რომელი არაფრის კეთება, ოღონდ იცი სკროლვა და არ ვიცი რაღაცა სერიალები და ფილმები კი არა. მე მამა ჩემმა მითხრა რა ეს არ ქვია. ego რასაც შენ აკეთებო, ითვლებაო ზოგადად რომ მარტო კაცებს შეუძლიათო. არაფერზე ფიქრე, ხო იცი? ხო. ზუსტად ეგ დავიწყე მაგის კეთება, იმიტომ რომ ვოცნებობ რომ შემეძლოს რომ ვაკონტროლო გონება. შესაბამისად დავიწყე სუნთქვით ჯერ რა. ხო. რომ ვიფიქრო მარტო სუნთქვაზე, აი ეს ჩავავიდა ხარი მედიტაციურ მონჩი? კი. ნუ იქ ქალაქ გარეთ რო გავდივართ ხოლმე მე და ჩემი ძაღლი რაღაცა მომიჩა, აი ეს რაღაცა უნდა გავაკეთო. ხო და თამზის აბაზანებზე ვითიშები. აუ მაგარია. მზეზე უნდა ვიჯდე. ის სანამ ღრღნის რაღაცას. თამთის სხვა არის ვაფშე. ვაფშე სხვა არის. და დავიწყე მოკლედ აი ეს შაბათი კვირა მაგისტვის ვაკეთებ
მაგიტო გავდივარ, რომ არაფერი ვაკეთო. ხვდები, ანუ მთელი კვირის ეს დაგროვებული, თუნდაც ნეგატივი, თუნდაც ზედმეტი პოზიტივი, თუნდაც ეს აი ამ ორ დღეში ამოვიღო, თავიდან დავიბადო და მე ვშო გავაგრძელოთ. ანუ რეფრეში გიკეთებს ძალიან მაგარს, ხო? შაბათი კვირა უნდა გქონდეს ერთი დღე მაინც კვირაში შენი გამოყოფილი, ხო, აუცილებლად კი. და თუ მაგას ყველა გააკეთებს, რომ აი ეგრე და პლუს ამას თავის თავში ჩახედვა, ჩაძიება ყველაფერი რაღაც ხრივ წავა ადამიანი წინ რა. გათავისუფლდება ბევრი რამისგან რა. კი. კი ბატონო, შენ კარიერაში რა ხდება, აბა მომიყევი. ჩემ კარიერაში ახლა მინდა გითხრა, რომ აი ამ რაღაცების გამო ყველაფერი გაჩერებულია. ნელა მე მგონი ვიქოქებით. თეატრში ხარ, ხო? თეატრის მსახიობი ხარ. თეატრის მსახიობი ვარ, კი. აი კავიას სერიალში გადამიღეს და ეგეც გაჩერებული გვაქვს. ხო. და ნუ ჩემი პირველი სერიალური გამოცდილება იქნება ეგ და არის. მანამდე სულ რაღაცნა პირისპირ ურთიერთობაში ვიყავი მაყურებელთან. და დაბარ, რაც ბევრად უფრო მაგარი შეგრძნება ვიდრე კამერის წინ მუშაობა ჩემი აზრით. ხო. ხო, აი უშუალოდ კომუნიკაციაში შედიხარ მაყურებელთან და ანახებ იმ სამყაროს, რომელშიც იწევს კამერის კომპლექსი არ ქონდა? არასდროს? არა ხო? არა და რატო იცი რა არასოდეს არ მქონია ეს გარდამტეხი მომენტი რომ შო მე კამერასთან უკვე კარგად. თავიდანვე კამერასთან თავისუფლად იყავი ყოველთვის. კამერას ისე ვეპრანჭები. ხო. ისე მიყვარს კამერა. ფოტოგრაფებთან ურთიერთო ყველაფერიც კამერას ეხება ძალიან მიყვარს. მაგრამ თამაშს რაც შეეხება რა თქმა უნდა მირჩევნია რომ ადამიანს ესე უყურო თვალებში და მოუყვე ჩემი ისტორია. საერთოდ ძალიან მაგარი პროფესიაა, მაგრამ მართლა თუ სულ არ განვითარდი ამ პროფესიაში აუცილებლად დაგჩაგრავს ისევ საკუთარი თავი რა. აუ, ეხა უყურებ. ფილმებს უყურებ, ხო, ისე ძალიან ხშირად რა. კი, ოღონდ ვუყურებ როგორ იცი? ანუ მსახიობები საერთოდ ეგრე არიან. ფილმს მთლიანად როგორც ეს სიუჟეტს კი არ უყურებენ. მსახიობის ოსტატობიდან გამომდინარე. ხო, აი ბევრის გამსმენი. აი ეს ამოცანა როგორ შესვლა? ეგრე აბა როგორ თამაშობს, ხო? ხო. ამას ახლა მე სხვანაირად ვითამაშებ. აი თან მაგაზე ფიქრობ რა, სულ. ხო, და აი გუშინ წინ ნახე ფილმი, აი ხა ნუ ზოგჯერ მიყვარს, მაგრამ აი ესე რომ საგონებელში ჩაგაგდებს, დიდი ხანია არ მომსვლია ეგეთი რამე და გუშინ წინ ჩამაგდო რა. აი უეჭველი უნდა მეკითხა, არ ვიცი, აი სპლიტი იცი ფილმი? კი, 26 პიროვნება. აი არ ვიცი ფსიქოლოგის თუ მოვა, ჩემთან სტუმრად, ვინც იქნება, იმასაც ვკითხავ მაგას. საერთოდ ყველას აზრი მაინტერესებს მაგაზე. სპლიტი ფილმი. ხო. ტიპი რო თამაშობს რა, დისოციაცია. ხო, რო არის, ისიც ტრანსიც რო არის, ფსიქოლოგთან რო დადის, სულ სხვადასხვა პერსონაჟები როა. მაგრამ მაგი კი არ გამიკვირდა, რომ ეგ რეალური დაავადებაა და მართლა ხდება და რამე და იცი რა გამიკვირდა? აი ძალიან საინტერესო რამის თუ დააკვირდი შენც, რომ აი იქ რომ მისი ფსიქოლოგი უხსნის ხალხს, რომ აი როცა იცვლება და სხვა ადამიანი ხდება, იმ ძველი ადამიანის სიმპტომები დაავადებისა ამას უქრება. აი მაგალითად გენიალურია, ხო? ხვდები რას ვამბობ? აი მინუსი სათვალეს რო იხსნის ტიპი. ამ დროს იმას მინუსი თუ რაღაცა ქონდა და სხვა ტიპი რო ჩაირთო, იმას აღარ ქონდა რა. ან დაუშვოთ დიაბეტიანია, ხო, ის ინსულინს იკეთებს. ის სხვა როჟა რო გაიჩითა მაგაში, იმას არ ჭირდება. რა ფენომენია თო შენი აზრით? აი გაგიჟებული მე მგონია რომ ეგ მართლა არსებობს. არა, არსებობს. აი, იმიტომ რომ ხო არსებობს ვიღაცა ტიპი, რომელსაც რამდენი ტიპი ყავდა სინამდვილეში 12, ხო? ყველაზე მეტი 12. კი, არა, მეტიც, კაცო, მეტიც ყოფილა. რეალურ ამბავზე რო არა. კი, მეტიც ყოფილა, უბრალოდ ეგ არაა პრობლემა. პრობლემა როგორ არაა, მაგრამ ნეტა მაგას თუ ქონია ეგეთი შემთხვევა, იგივენაირი ისტორია რა, რომ ერთი ვთქვათ კოჭლია. ხო, აი, ზუსტად ხვდები, საიტს კი მიმყავს, რომ დაავადებაზე არ მაქვს საუბარი, კაი, არის, ვიცით რომ იყო ძალიან დიდი ხანია, ვიცი ეგეთი რაღაცები რომ არსებობდა, მაგრამ ეს ფენომენი, აი მე უკვე სხვა რაღაცებში წამიყვანა, გაიგე? რომ რეალურად შენ შეგიძლია? არა, რო ხო, მიხვდი ხო? რაღაცები შენი გონებით განიკურნო. თუნდაც. ან დაიმართო. დაიმართო უეჭველი. ხო? კი. რატოღაც დაიმართო უფრო მარტივია. ბევრად.
ბევრად უფრო მარტივია, საერთოდ ნეგატივი ბევრად უფრო მარტივია. შენ თავს მოახვიო თავს. აი ეგეთი რამე არ ამ ბოლო დროს ესე ვარ ხოლმე, რომ საერთოდ გახსნილი ვარ ყველანაირ ადამიანთან, მაგრამ აი ნეგატივს ბოლო ხანებში, აი ახლოს ვიძახი რა, თუ გზნობ ხოლმე ვცდილობ, რომ აი დისტანცია ზოგი ამით იკვებება. სხვისი ნეგატივი. ხო, ან თავის გაშვებით, ხო ხდები რაღაც აი ენერგოვამპირები. ჩვენთან ბევრი არიან, ხა მოდი რა ვაღიაროთ. ჩვენთან უმეტესად სხვისი ცხოვრებით, როდესაც სხვისი ცხოვრებით, როდესაც ცხოვრობ, ან მე მგონია რომ პროცენტულად ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. შესაბამისად, ხო, სხვისი ნეგატივით იკვებებიან უფრო რა. ან მე ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი, ვისაც თავისი ბედნიერებასავით გაუხარდება შენი ბედნიერება. მაგრამ რა წამს შენ ცუდი ამბავი გადაგხდება, რატოღაც დეტალურად რა ინტერესდება, ბოლომდე უნდათ რომ და თუ დააკვირდით ცუდად რო ხარ, უფრო რაღაც ხო, ვაიმე ძალიან ცუდად ხარ, ხო? ვაიმე და ხო, აი რა არის, აი და ამით იკვებება. აი თითქოს кайფობს, ხო? ისი მანდ რა ხდება, მე იცი რა მგონია? ალბათ თვითონ თავის შეუმდგარი, თავის წარუმატებელი ცხოვრება ამით ილბობს, რომ აი ისიც ცუდათა, ის გაკნინებს, რომ რაღაცნაირად ერთ საფეხურზე დადგეთ ორივე. და აი აქედან ყურება უკვე მოწონს და მე უფრო ჩაგიყვანს და მე ზემოდან გადმოგხედავს და ეგო კმაყოფილია, იმიტომ რომ შენ უკვე დაბალი ხარ მასთან შედარებით, ხო? და რამდენ ძალიან ხშირად არის რა, აი ამის მომსწრე ვარ, რავი, მომსწრე ყოფილვარ ძალიან. მეგობრობაში ხდება ეგ. ოჯახშიც ხდება. მეგობრობაში კი ოჯახშიც ხდება. დედამ შეიძლება შულს გაუკეთოს ეგ მამამ შვილს. არ გაგიკვირდეს. არა ხო. ყოველ დღე. და ესეც ქვეცნობიერი, აი სპეციალურად არ ამგონია ეს მოდიოდეს, ისევ ეს ქვეცნობიერული ამბავი მგონია, ხვდები? აი რაღაცა ტრამული თემები მგონია. აი უმეტესობა ჩვენი თაობა ხო დატრამული მშობლების შვილები ვართ. სამწუხაროდ ეგრეა. რეალურად ეგრეა. სამწუხაროდ. რაღაცა ვიღაცა აი ზუსტად ეხა შერეებსაც საუბრობ, ეგა ციკლის გადეხვა, იმიტომ რომ შენ რო შვილი გეყოლება, უკვე იცი ცნობიერი, არ ყავს, ხო? არა. ხო, უკვე სხვა ცნობიერებით გაზრდი, ხვდები, შენ უკვე თვით შემეცნებაში შეხვედი. შენ არ დარჩი სიტყვაზე რაღაც ტრამვებში ან სიტყვაზე რაღაც მენტალურ პრობლემებში, ხო? შენ აი შეთვით იმათმა არც იცოდნენ რომ მენტალური პრობლემა არსებობს, შესაბამისად ვერც აგვარებდნენ, ხვდები? ეხაც ბევრმა არ იცის, მაგრამ აი ეხა რა გზაზე ვსაუბრობთ, ეგ გზა რომ გამოიყენოს, ხო ადამიანმა ციკლს გატეხავს, ბოლო-ბოლო შენი შვილი აღარ იქნება დატრამული, შენი შვილი გაიზრდება მშვიდი, ლაღი და ბედნიერი, ხო? ხო. ხო და მე ჩემი რაღაცეების გამო მსხვერპლი არ იყოს. ხო, არ იქნება მსხვერპლი ჩემი ტრამვების, ჩემი შიშების, ჩემი ფობიების. კი, იმიტომ რომ შენ ცნობიერებით მიუხედავად რომ მართლა დედა ჩემი არის სასწაული ადამიანი, რა ქონდა? ეს არ არის დანაშაული. მაგალითად, ტაქსში ვიჯექით ხოლმე, პატარა ვიყავი და რას ამბობდა? ტაქსის ეუბნება და ცოტა ნელა ატარეთ რა ბავშვს ეშინია. ამ დროს არ გეშინია. არა, მე საერთოდ მეშინოდა და მე ჩამომიყალიბდა ის რომ ეშინია. უკვე ხო. სამხი ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას. ხო. და კიდე მასწავლა დედაჩემმა, მე უკვე დედაჩემი აი ძალიან სპირიტუალურ ამბებში არის გასული, წლებია იოგით არის დაკავებული, ნეკათით ზედგება, ნუ სასწაულებს აკეთებს მართლა გეუბნები, აღოთ რამდენი წელია, მე მგონი ძალიან დიდი ხანია, მოკლედ, ჩემი ბავშვობიდან და აქ ვიკრძალა სახლში სიტყვა შიშის გამოყენება. რაც მე ძალიან მაგრამ ამწონს, იმიტომ რომ არ არსებობს შიში არის ჩვენი მოგონილი, ესე ამბობს და შენ უბრალოდ ამ კონკრეტულ რაღაცაზე გეუფლება არასასიამოვნო შეგრძნება. და რაც ამ სამას ვაცნობიერებ, რომ მე ახლა არ მსიამოვნებს ეს, კი არ მეშინია, მე არ მსიამოვნებს თქვა თუ ამბობ მუხლუხო. მე კი არ მეშინია მუხლუხოსე. რო ხვდები რომ არ მსიამოვნებს, გავერიდები რაღაცნაირად, გავირიდებ. და ბევრად უფრო მარტივი არის მაგ პრობლემის გადაჭრა. თავისუფლად, ძალიან მაგარ რაღაცას იძახი. შიში ხო რეალურად ილუზია. შენი მოგონილია. გამოგონილია რა. მოპოდკასტო, მარტოობის თუ ძალიან მაგარი გადაცემა. მარტო ამ იდეით დავიწყე, რომ მიხვდნენ ადამიანები, რომ არ არსებობს განცდა, რომელშიც მარტო ხარ და რომელიც მარტო შენ გეუფლება. სადღაც ვიღაცას ეს აუცილებლად აქვს გადატანილი. აუცილებლად, მარტო ვერაფერში ვერ ხარ და კი. ის ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანს საერთოდ არ უნდა შენი ინდივიდუალიზმი და მარტო მაგას რო კონდეს ეგ, აუცილებლად სჭირდება იცოდეს, რომ არ არის გიჟი, არ გააფრინა
და მარტო მისი რგული არ ხდება ესე მასში არ არის სხვა ადამიანებშიც არის და ეს ძალიან მაგრა გეხმარება მართლა ძალიან მაგრა გეხმარება შენ არ იცი მე როგორ დამეხმარა ჩემ პრობლემებზე ლაპარაკი როგორ მეხმარება საჯაროდ ხო მეხმარება კი პირდაპირ შემიძლია ჩემ კომპლექსებზე ვილაპარაკო ფობიებზე ვილაპარაკო რაღაც ტკივილებზე ვილაპარაკო კომპლექსებზე ყველაფერთან ასოცირდება ეგრევე გათავისუფლებს და ძალიან მაგრა დამეხმარნენ ბოდიში თუნდაც ინსტაგრამზე რა ადამიანები რომლებიც თუნდაც მე მწერენ რომ იგივე განსაცდელში არიან მე ცხოვაცნობიერებ რომ მარტო არ ვარ მათ კი ანუ მე ხო არ ვარ მართლა ის გასხივოსნებული ადამიანი რომელმაც ყველაფერი მე სულ პროცესს გავდივარ მე სულ პროცესში ეგ დაუსრულებელია იმიტომ რომ მე რა წამს ვიგრძნობ თავს თქვა თუ შა უკვე კარგად ვარ მაგრამ რაღაცა შეიძლება მივხვდა რომ როგორ შეიძლება ჯერ კიდე იყო კარგად როდესაც წვიმიან ამინს შეუძლია შენს გუნება განწყობაზე იქონიოს გავლენა. როგორ შეიძლება? ეს იგი არ ხარ ეგეთი მყარი. ეგ არის კიდე მართლა ძალიან პრიმიტიული პრობლემა ჩემი. ამინს შეუძლია იქონიოს ზეგავლენა ჩემს თვის განწყობაზე. ეს არის ალბათ აი მართლა გეუბნებით ხო? აი წვიმიანი გთრგუნავს? როგორც ყველას. კერძოდ თრგუნავს, მინდება ეგრევე რომ ვიყო ეხა ტყეში ფლოკისთან ერთად, აი ის რაღაცა, აი როგორც წარმოგიდგენია, რაღაცა გემრიელ სახლუკაში და შოკოლადები და აი ეს კი ეს იყოს. ან ტყეში ვიბოდიალო. დუხი დაყვება, ხო, ნოსტალგიური. ხო, და გინდა რომ რაღაცნაირად აი მელანქოლიურ რაღაცეებში ჩაეშვა აუცილებლად ამ დროს. ხო და რა პრიმიტიულია რომ დაფიქრდე რომ ეხა ამინდი რომ მოქმედებს შენზე. აბა. ანუ შენს ბუნების ნაწილი ხარ. რატოღაც გონია რომ ეს ბუნება და ეს ყველაფერი შენთვის არის შექმნილი. არაფერი არ არის შენთვის. შენ ხარ უბრალოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და იმის გამო რომ შენ თქვათ ხარ ესეთ ხასიათზე, მზე არ ამოვა შენ გამო. შესაბამისად შენს მზის გამო არ უნდა დადგეთ ცუდ ხასიათზე. რაღაცა თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ სამყაროსთან ჩემი აზრით, იმისთვის რომ და კიდე რას მივხვდი. შენ ალბათ ხორცს ჭამ? კი, ჭამ. ხო, მაგრამ ნახე როგორ რაღაცას ხვდები? არ უნდა ჭამო? არა. ეგ არის გადაწყვეტილება და მე მაგალითად სახინკლებშიც დავდივარ მეგობრებთან ერთად ყოველ მართალია ხა კარტოფილის ხინკალს ჭამ. მაგრამ მოკლედ არასოდეს სხვის იმაში არ ვერევი რა. ყველას თავისი არჩევანია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საწინააღმდეგო აზრს. მაგრამ მე მივხვდი იცი როგორ რაღაცას, რომ ну მე მაგალითად ძალიან მჭირდებოდა ეგ სულიერი თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ რა ჩემზე ეს ემოქმედებდა. მე იმდენად ვიყვარს ბუნება, ხო? მე იმდენად ვიყვარს ბუნება და ცხოველები, რომ მე დამნაშავედ გრძნობდი მათ წინაშე თავს, ხო ხბოს და ბოჩოლოს რო ხედავ, შემიძლია დავეკიდო და დავიჭირო და ჩავეხუტო. და მე შემიძლია მისი დედა ვჭამო. ანუ წარმოუდგენელია ჩემთვის რა. მენტალურად გადახაშო, ხო? ხო, ესეც მგონია რომ რაღაცა პრობლემაა რა, ჩემთვის. შეიძლება არ არა, პრობლემა არ არის, უბრალოდ ზედმეტად გიყვარს და მაგას ვამბობ ზუსტად, რომ მე თუ ესე მიყვარს, მაშინ ცოცხალი მიყვარს და მკვდარი მიყვარს, ბოლო-ბოლო პესკატარიანი. ან თევს ჭამ. კი, აი იესო ჭამდა მარტო თევს და მეც ეგრე ვარ. იესო ქრისტე. იესო ქრისტე, კი. რა გითხო თევზა? მაგრამ ისე როგორც ვიცი ბიბლიაში არის, ხო? კი, ხორცი დაშვებული. ხორცი კი არის. ცოცხალი მოძრაობს. ნუ კი, მაგრამ იესო ქრისტე იყო კი, თევს ჭამდა. ხო. ანუ არსებობის წყაროდ მიიჩნეოდა, მე ხვდები როგორ აკითხე. კი. არა, მესმის შენ და გადარჩები, ხო, ძალიან ჰუმანური რა, ყველაზე ჰუმანური რა შეიძლება იყოს ეგ არის რა. უბრალოდ რამდენად კარგია ორგანიზმისთვის, აი მაგაზე, ხო, შეიძლება იყოს ასწავლოს. მე ვინც ჩემი არ ვიცი, ეს პროსტა შედარება შეიძლება სხვაობა შეიძლება სხვანაირად ხდება, მაგრამ მთელი ჩემი მეხორცე მეგობრები, როდესაც აბსოლუტურად ყველა ვირუსს გადაიტანენ, მე ერთი ვირუსიც კი არ შემოგვიყვება. აი შენ რო სხვა არა მეხორცე მეგობრებსაც აქვთ ეგ სხვა შორის. შენ რო თევს ჭამ ჩათვალე რომ ვეგანიზმზე და ვეგანებზე ძალიან ბევრად ჯამთელი ხარ, იმიტომ რომ ბეთორმ ყველაფერი ითვისებ რა იმას რაც იმათ აკლიათ. არაზოს არ ვარ ავად. კი, ძალიან კარკვებაზე ხარ. დეპრესიამ და ეგეთ რაღაცე იკლო. ანალიზები მაქვს. წარმოუდგენლად კარგი, ბევრად უფრო კარგი ვიდრე ხორცის დროს მქონდა. ძალიან მაგარი. და მჩატე ვარ. აი გავძეხი ან დავნაყრდი არა, გავძეხი
არ მithქვია მე 6 წელია. რაც ხორცს დავანება თავი და რატო? იმიტომ რომ ხო. აი ესე ვეღარ ნაყრდები. ხვდები რას ვთქვა? კი, ხვდები. გადაფისკვნებული ვეღარ. მეტი რო აღარ შეგიძლია, ხო. ეგრე ვერ ხარ, რა სუნთქოც რო წოდა გიჭირს, ხო იცი და ეგრე აღარ ვარ, აღარასო და ძალიან მაგარი. სიმსუბუქეს ხო გძნობ? სუმსუბუქად ვარ? აუ, ეგ ძალიან მაგარი შეგრძნება რა. რაღაცა. და ვარჯიშსაც რო დაამატებ და საერთოდ მთელი кайფი არის რა. ხო, ძალიან დიდი ჩემთვის თურმე აღმოჩნდა, რომ მენტალური ჯანმრთელობისთვის კიდევ ერთ-ერთი გზა იყო ეგ და რო გამეკეთებინა. ყვება, რას ამბობ? 90, აი მე ვთვლი რომ 90% ყვებაა ჩემთვის პირადად რა. შენთვისაც როგორც ეხა ვამჩნევ ძალიან დიდი პროცენტი უკავია რა, იმიტომ რომ აი ხა როგორც კი შეიძლება აი პიცა ვჭამო, ან რაღაცა პასტა ხო? რომელიც ძალიან გიყვარს დარწმუნებული ვარ, ძალიან მიყვარდა. რას ანუ ძალიან სულ განწყობაზე დავდგები, ეგრევე მოვითენთები, გაღიზიანება, მენტალურად ვიწახი. და ნუ ფიზიკურობაზე აღარ ვამფეგრე რომ გავაგრძელო, მე მოვიმატებ და მთელი ამბები, ხო? და ხალხი ამას არ ფიქრობს. რა ცნობიერებ რეალურად შენ ორგანიზმს როგორი შრომა უწევს, რომ ეს ყველაფერი გადაამუშავოს. დააკომპენსიროს რა. ხო, ზოგადად რეიბის გავლა უწევს, იმიტომ რომ შენ საშირა ჯერს ერთი ცხიმებს და ამ ყველაფერს რომ ჭამ. მე აი მე თვითონ ზოგადად მართლა ეგრე რასაც ჭამის ხარ. ჩემი აზრით. თავით. ხო და აი საერთოდ არ მინდა რომ პიცა ვიყო რა. აი აქ საქართველოს ხო საქართველოში რა არის იცი? აი სანამ ჯანმრთელობა არ შეაწუხებთ, იქამდე არ მიდიან რა. აი თუ აი არ ითიშება ტიპი და აი იმენა სასტრაფო არ დაჭირდა, იქამდე არ მიდის, არც ექიმთან. არა, ექიმთან კი არ უნდა ირბინო ყოველდღე და მანიაკობაში გადაგეზარდოს კი არ ვიძახი, მაგრამ პრევენცია რაღაცა თავის მოვლა. ყოველ ექსფეში ერთხელ რომ ჩეკაპი გააკეთო ყველაფრის. ეგ ხო კულტურაში არ გვაქვს. არ გვაქვს. ხო. და რატო არ გვაქვს? არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ მეც კაი ზარმაცი ვარ ექიმურ ამბებში. კიდე იცი რას ვაკეთებ? თქვა სიცხემ თუ მომცა. შანსი არ არის წამლებს არ ვშვა. ორგანიზმი ბევრად ძალიან ძლიერი ორგანიზმი მაქვს, თვითონ მოერევა, ესე ვიძახი და მართლა ვერევი. ერევი, ხო? ყველაფერს ვერევი. ყველანაირ ვირუსს. მაგრამ ნუ ეხლა რა ვარია, ეხლა დედა ჩემი რო ხედავს, რომ მე რაღაც 39 მაქვს და ცოტა სულად ავარ და წამალ არ დავლევეუბნები, მოერევა ორგანიზმი. მეც არ მიყვარს ფუნქცია რატო უნდა დავუკარგო ჩემ ორგანიზმს? იბრძოლოს რა? იბრძოლოს და თუ მიხვდები რომ ფეხებში კაუ კაი დამეხმარეთ, მაგრამ რატო ვაზულუქებთ ხვდები ორგანიზმს? იმუნიტეტმა მაგისთვის არო ებრძოლოს, ხო? გაუწიოს წინააღმდეგობა და მეც არ მიყვარს წამლები, მაგრამ აი ჯანმრთელობაზე მართლა ძალიან ზრუნავ რა და აი ბოლო ხანებში განსაკუთრებით რა. ნუ ეხა ომეგა და ეგეთ რაღაცებს დალევა ხო? მართალი ხარ რომ არ უნდა გადაგივიდეს ფანატიზმში რა, იმიტომ რომ მე ცოტა გადამივიდა ბოლო ხანებში, რომ აი იქ ცოტა მეტი არ მომივიდეს ის რაღაცის მიღება, რაღაცის იქ შევწვა, აქ არ შევწვა და აი ესეთი ფიქრები მაქვს ხოლმე რა, ანუ ზედმეტად დისციპლინირებული ვარ და ეგეც არ ვარ გარა. ანუ კი არ მავნის, მაგრამ რეალურად ტვინს მიიღლის, ხო, უბრალოდ ცოტა თავისუფლადაც შეიძლება რა. კი, შეიძლება. და ხანდახან ისიც შეიძლება, რომ თავს მიცე უფლება, რომ გაიგულო. განიტვირთო, ხო რა? მაგალითად ეხლა ჩამოვიდე გერმანიიდან და მე და ჩემი ეს გურუ მეგობარი თქო რო გიყვებოდი. არ ვჭამთ არც ერთი ხორცს. ერთად იყავით? არა, მარტო ვიყავი, მაგის გარეშე ვიყავი, მაგრამ ჩამოვიტანე მისთვის და ჩემთვის ვეგანური სოსისები და ფარში და აბსოლუტურად ყველაფერი და ეხლა შაბათ-კვირას უნდა მოვიწყოთ. აუ, ძალიან მაგარი. ბურგერის და ჰოთ-დოგების ღამე. ალბათ არც ერთი ცომს არ ვჭამთ. გლუტენის აუტანლობა მაქვს თან მე. მაგრამ არა უშავს რა. აუ, ყველის соуსაც გავაკეთებთ. აი მუბედურებებს ყველაფერს გავაკეთებთ შევწევთ. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, ხო? ხო, რა მოისუნ თქო, მიხვდი რა. ადამიანი ხარ ბოლო-ბოლო რა ეხლა. სულ რო დისციპლინაში იყო, აი რაღაცა მომენტებით ხო. ეგეთი ადამიანი არის, ვინც არ არღვევს? ალბათ რავი, ვინ არის? შენ რა სიხშირით არ ყვევ? მე არ ვარღვევ. აი, შენ ხარ. შენ არ არღვევ. რეალურად მე, მაგრამ ანუ მე რას ვიძახი ისი? ანუ აი შოკოლადს თქვათ აი თუ ძალიან მოგინდა აღარც გინდება ალბათ. ანუ მე ვაფშე მაგაზე რო ვფიქრობ, შოქში ვარდები და რატო? აი ხო ხედავ ვერ გავათვი ცნობიერი. არ მჯერა რომ მე რომელსაც ჭამა ისე მიყვარდა. როგორც აი არ ვიცი რა.
აი საშინლად რა, ახლა 140 კილო ვიყავი და ჩამოვედი 85-მდე, თან არა მარტო ჩამოვედი, ფიტნეს ხეული ავაგე და ძალიან რთული რაღაცები გავაკეთე რა, სიამაყით კი არ ვიზახი, უბრალოდ ეს რო ვიყავი და ეხლა ესე რო უყურებ, არ ვიცი, არ მინდება. არაფერი არ მინდება. წელიწად ნახევარია მე არ დამირღვევია კვება და ისე ვგზნობ თავს თითქოს არ მინდა და ის რასაც ვჭამ ძალიან მაგარია რა, აი ძალიან გემრიელია. აი ხო უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეც უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ თურმე შესაძლებელია. აი რაღაცებს რო ცთი, აი ხო ხტები შიშის გადალახვის პონტია რა. აი როცა გადადგავ იმ ნაბიჯს რო აი ამაზე გადავრჩები, ვაფშე ეს ფიქრები მქონდა, მეთქი ესე როგორ ვჭამო ერთი თვე. ერთი თვე კი არ წელიწად ნახევარია ვჭამ, ისე როგორც ხალხი ფიქრობს რომ მოგკლავს. ხო უცნაურია. მაგრამ ძალიან მაგარი და საინტერესო. უმარილოს ნუ ცოტა მარილი მგონი აუცილებელია ხა ორგანიზმისთვის, მაგრამ მე მიყვარდა გადამლაშებული ის ჭამა და ძალიან ტკბილის და ეს კონტრასტული გემო. მარილიანი, ბევრი მარილი ჯობია უმარილობას. უმარილოს არ ვჭამ, მაგრამ მე იმას გულისხმობ, რომ უკვე შემიძლია ჭამო ნორმალური დოზირებით მარილი. და საერთოდ აღარ ვარ წუნია, მიხვდე? ეგ არ დაგემართა? როგორც კი დაიწყეს სწორი კვება. ხო. რომ აი რაღაცეები აღარ გჭირდება იმისთვის, რომ კი, აი მაღაზიაში რო შევდივარ, ხო. არა მაქვს კითხვა რა ვჭამო, ან გლოვოზე რო შევალ, ხო, ან რაღაც ვოლტზე. არ მაქვს ეგ მომენტი, რომ აი რა გამოიძახო, რა ვჭამო. იმიტომ რომ ვიცი რა მინდა, რა მეჭმევა. და იმას მთხოვს ორგანიზმიც ხვდები? და ყველაზე მაგარი რა არის, იცი? ყველაზე ძალიან საოცრება ის არის, რომ როცა ვჭამ იმას, რასაც ვჭამ, ყოველ დღე, მგონია რომ პირველად ვჭამ. იმდენად გემრიელია. უცნაური ხოა? კი, მაგრამ ხა ორაგული მახსენდება და კვერცხი რომელსაც ყოველ დღე ვჭამ და წარმოიდგინე ხა ორაგულს ხო ჭამ და ყოველ დღე რო თითქოს პირველად ჭამდე, იმდენად გემრიელია რა. მანამდე იყო, ავი, ჩემი ისტორია სულ ტკბილი რაღაც გამოძახებული შაურმები რაღაც და კიდე მშიოდა. შევჭამდი მშიოდა. დღეს რავი, ორჯერ მყოფნის ჭამა და არ ვიცი, შემიძლია 2 საათი ვივარჯიშო, მე რა ვიცი, ვიარო, ბევრიც ვიარო, ანუ ენერგია არ მეცლება. ხო, მე დღეში უნდა იპოვო რა. დღეში ერთხელ ჭამ, ხო? ხო, მე ყველაზე მეტად ეგ მეხმარება რა. ანუ ინტერვალურ შიმშილის მომენტში ხარ, ხო? ხო, იმიტომ რომ მე თუ მაგალითად აი დილით ჭამე. ხო. მე შუა დღესაც მინდება, მე კიდე მინდება. და ჯობია რომ ერთხელ ჭამ. და უფრო რომელ საათებში გიყვარს ხოლმე ჭამა? აი ეხა რო ჩავწერთ, გავალ. ეხა მშიერი ხარ? კი. ხო. და მშიერი ვარჯიშობ ხოლმე. ძალიან კაია ეგ სათაშორის. როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობისთვის რა. ხო, მშიერი ვარჯიშობ და ამ დროს ვჭამ და მე ვსა. მაგრამ ღმერთმა არქნას რომ შოკოლადმა წამიღოს. შოკოლადმა? ხო. ანუ გინდება ხო მაინც შიგადაშიგ. შოკოლადს თუ ჭამ შავი შოკოლადს გირჩევ ისე რა, ანუ 70%-იანს. ვიდრე მაგას მირჩევნია ვაფშე. არ გიყვარს? რატო? შოკოლადი რაღაცა მომენტში ცოტა გადავაგდებინე ყავას. და ყავისგან ყურები მიგუბდება ხოლმე ხანდახან. ანუ ჩვეულებრივ ამერიკაში. ბევრ ყავას ვარ? კი, აი ისე რატო შიმშილს ვიკრალავ ცოტა მარტივად მაგეთი რა. ყავით ხო? კი, სხვადასხვა მადას ხო ძალიან აქვეითებს კი. ეგეს და ჩაიც. ვაფშე ჩაიშიო უფრო მეტი კოფეინია ვიდრე ყავაშიო რა, გამიგია ეგეთი რამე რა. კი, ეგრეა. აუ ძალიან მინდოდა იმაზე გვესაუბრა მუსიკაზე. ეხა შენ აი ეგ რა მომენტია, ნახე, შენ ხომ მსახიობად გიცნობენ. ხო. და ზოგმა შეიძლება არ იცოდეს რომ ღერი. ან პირიქით. ან პირიქით ხდება ხო. კი. მე ყველაფრით მიცნობენ გარდა იმისა, რომ ვრეპავ. მართლა? კი, ვრეპავ. ან ვრეპავ ეხა ისეთი ნათქვამია ცოტა. ჰიპ-ჰოპს ვაკეთებ რა, ტრეპ ჟანრი მიყვარს ძალიან და ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. 100-მდე სიმღერა მაქვს ჩაწერილი, YouTube-ზეც მიდევს. მაგრამ არავინ არ იცის, იმიტომ რომ ეგ და შენც ალბათ ეგ მომენტი ქონია, ხო, რომ აი ამ იმაში გიცნობენ ამ პროფესიით და იმას, მაგრამ ამ დროს იმასაც ძალიან მაგრა აკეთებ.
მე მოусმინე რაღაცეებს და მუსიკაზეც რო ვისაუბროთ ცოტა ანუ ინსპირაციაზე, შემოქმედებაზე რაღაც ფრი ხო? ეხლა სამსახიობოზე გასაგებია რომ რაღაც ცოტა პაუზაა და ხო. მუსიკას რაც შეეხება. აკეთებ სისტემატიურად კიდე? კი. ოღონდ ეხლა უკვე სხვა რაღაცაა, საკუთარ თავს ვეძებდი მუსიკაში ძალიან დიდი ხანი. ნუ აი ყველა მიმდინარეობა ვცადე ალბათ. და მივხვდი რომ არაკომფორტულად ვარ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ არ მინდა იმის მოსმენა, რასაც ვაკეთებ. მოკლედ აი არ მოვუსმენდი რა მე ამ სიმღერას, რაც ჩავწერე. აი ამას რომ ნელ-ნელა უკვე მივხვდი. გადავწყვეტე რომ ესეთი რისკიანი ნაბიჯი გადავდგა. აი ის მაგალითად შეიძლება მოსმენელი გაკო 202. ძალიან მაგარი ტრეკი. რომელიც არის გარმონით გაკეთებული. აუ, ძალიან ინოვაციაა თო. ხო, არავის, ანუ ვისთან ერთადაც ვაკეთებდი, თვლიდნენ რომ ცოტა შეიძლება ძალიან გოიმურ რაღაცას არა, გოიმური ინოვაცია, მაგას გარმონი მინდა. ძალიან. და მოკლედ ნუ ის სასწაული მე გარმონია ეს კაცი, რომელსაც დაუკრა თავის ეს ნაწილი. და ნუ რეალურად ეს მუსიკა როდესაც მოვისმინე, მე ახლა ჩემი მეგობრები რო რთავენ ამ სიმღერას გამორთეთ, თქო არ ვუკივი, იმიტომ რომ სიამოვნებს მართლა. ხო. მაგრამ აქ არის ჩემი იდენტობა, რომ ბოლომდე რაღაცნაირად ადგილი მიმენიჭა მუსიკალურად, გადავწყვეტე რომ თავიდან ბოლომდე ტექსტები მე უნდა ვწერო. იმიტომ რომ მაქვს ამის შესაძლებლობა რომ მუსიკის ტექსტი კარგად ვწერო. შენ არ წერდი? მანამდე მე მღეროდი ვიღაცისას ან რაღაცა მაგალითად ის 202 მელქომ დამიწერა. ერთი მაქვს მარტო რომელიც ჩემი ტექსტია და დიდათ არ ვამაყობ. ძალიან მაგარი ტრეკებია. ხო და პოსტ-პანკი და ინდი როკი მოკლედ ისე მიყვარს. ერთ-ერთი ჟანრია რომელსაც აი სულ ნონ-სტოპ ვუსმენ. და მივხვდი რომ მაბედნიერებს ამ მუსიკის მოსმენა. რატო არ უნდა გავაკეთო? მუსიკაზე კიტირია? მუსიკაზე ვტირი მარტოდ, თუ ვტირი. მე მუსიკაზე ვტირი, ვიცინი, მუსიკას შეუძლია რომ იმ ხელაზე მოქმედება მოახდინოს ჩემ ხასიათზე, კიდევ ვერა. ჩემზეს. საოცარი. ხო. შენ ჩაწერილ სიმღერაზე კიტირია? კი. ხო ძალიან მაგარი გზნობაა. შემოქმედებითი წვაქვია მაგას. ოღონდ მე მიტირია. იმ დროს არ მიტირია. მაგრამ მე მიტირია ლურჯი აპრილი ჩავწერე ერთი სიმღერა, რომელიც არ გამომიდია არასოდეს. ძალიან ის არის რა, ღრმა და ნამღერი. და უცებ რომ გამახსენდა რა ემოციით მაქვს ნამღერი. ვიტირე. იმიტომ რომ მივხვდი რომ ჯერსეთი ვაჯობე იმ განცდას. ხო ძალიან მაგარი გზნობაა. ხო. და მოკლედ ახლა ჩემ ბენდი მყავს. ოღონდ არ გამოვიჩეკეთ ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არეულობა დაგვემთხო და საერთოდ არ გვინდა რომ ახლა სადაც ჩვენი კოლეგებს დაიჭერენ, ჩვენ აქ გამოვიდეთ და ვიმღეროთ შესაბამისად. ყოველს თავისი საქმე აქვს, ხო? და ხო ჩვენი რაღაცა ბენდი შევიკარით, რომლებიც ვაფრენთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ და ესეც რამხელა ბედნიერებაა. ყველას გიყვართ თქვენი საქმე. რო ყველას მოგწონს ის რაც მუსიკასაც ვაკეთებთ. ეგ ამთავრე. და ცოტა ხანში ქართულ ენაზე ნამღერი, იმიტომ რომ მე ჩვენი ენა ძალიან მაგრამ მიყვარს. და ვთვლი რომ ყველა ჟანრში შეიძლება მაგენის ამღერება. მართლა ეგრე ვთვლი. თავისუფლად. ამიტომ თან ნიჭი გვაქვს. უნდა ვიმღერო ძალიან მაგარი ნიჭი გვაქვს ქართველებს და აი შეგვიძლია რომ ბევრი ინოვაცია მოვახდინოთ რა, იმიტომ რომ ამის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, ხო? თუ ერთხელ დაფიქსირებ, საერთოდ მე ეგრე უყურებ. თუ რაღაცა შეიძლება რომ გაკეთდეს ერთხელ, ხო, ერთი ინოვაცია, მეორე შეიძლება მესამეც, მეოთხეც და გადამდები იყოს, ხო ხვდები რა? თან ხელოვნება ხო ინსპირაცია, შენი ერთი როლი, შენი ერთი სიმღერა შეიძლება გახდეს ჩემი ცხოვრების შემცვლელი, ხო? და ჩემი ცხოვრება ეხლა რაც არის, სულ ინსპირაციების და ბავშვობის კუმირების და თინეიჯერების დროს რაღაც ვიღაცების აი ესე ვთქვათ, მიღება შთაგონების პროდუქტია რა, რაც მე ჩემი თავი შევქმნი და ეგ უნდა იყოს რა, რეალურად ანუ ყველას მოტივი, რომ ერთმანეთს მიცენ. და ეგ არის შენში ეგ მოტივი, თუ ჩისტად შენთვის გინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს. არ ვიღაცისთვის რო იყო мотиваცია, ინსპირაცია და აი ცხოვრება შეუცვალო რა. რაც დავაკვირდი ხო ბიჭებიც მაგას მეუბნებიან ხოლმე რა. სამოტივაციო ტექსტებს ვისწერა მომწონს მუსიკაში. ხო და რაღაცები დავიჭირე და მაგიტო გეკითხები. და მომწონს კიდე რა ცოტა უსქესო
ტექსტებს წერ. მეხუთე ცოტა ითვლება, რომ ცოტა კაცურად უნისექსი ტექსტებია. უნისექსი ტექსტები ხო. ხო, იმიტომ რომ რაღაცა გრძნობები არის ალბათ, რომელსაც სქესი არ გააჩნია. მეხუთე რახან მეგოგო ვარ, თქვა სიყვარულს კაციც გრძნობს და ქალის როგორ მივწერ ვიღაცას? კი. რომ ცადოთ ურთიერთობა თქვა თვა. ხო, მესმის კი. ხო და 200-ზე აი მართლა გეუბნები ეგეთი ბედნიერი ცოტა რაღაცით ყოფილვარ კომენტარებს კითხულობ ხოლმე ყველაფრის ყოველთვის ხო კრიტიკაზე როგორი არის და იქ აი ჯერ ამას გეტყვი ამ 200-ის კომენტარში ერთ-ერთი ეწერა რომ რაღაცა იმდენჯერ ვუსმენ ახლა რომ ვერ ვიზინებო და ველოდები როდის გაცენდება რომ კიდე ჩავრთო და უსებ წარმოვიდგინე რომ ვიღაცის ცხოვრებაში რამხელა кайფია, იცი? ვიღაცის ცხოვრებაში ისეთი, ის პატარა როლი მიჭირავს, როდესაც შეიძლება ჩემი თანხლებით, ერთსაც მოგწერმა და ის კბილებს იხეხავდეს. რა მაგარია, რასა. ვიღაცას ეწერა, რომ ხო იცი როგორ მიყვარს ეს სიმღერა ვიღაცას უწერდა რა და თუ შენ ამ კომენტარს კითხულობ გიო, თუ რაღაცა იცოდა რომ მიყვარ ხარ და მენატრები და. ძალიან მაგარია. წარმოიდგინე ეს სიმღერაა, ჩემი სიმღერა. ხო. სასტავი სადღაც ზის, შენ ტრეკს უკრავს. ძალიან მაგარ გონგიმა ტრიპშია და წარმოიდგინე ეს შექმენი შენ. აუ ეგ არის. ხო მაგარი სიამოვნება. მაგისთვის ღირს ცხოვრება. აბა რატო? აი მაგას ვიძახთი წეღან რა. კრიტიკას როგორ ვიტანდა, მინდა გითხრა რომ თუ სამართლო ხარ ჩემ აი მაგალითად ვამბობ, კრიტიკას ავიტან ნებისმიერი სახის. ოღონდ ნუ მომაყენებ შეურაცხყოფას. ხო, თავისთავად. და საქართველოში ეგრე ხდება რომ თუ გაკრიტიკებენ აუცილებლად შეურაცხყოფაც უნდა მოაყოლონ ზედ და გამაკრიტიკე მითხარი რომ რაღაცა არასწორად თქვი რაღაც არ ვიცი შემისწორე თუ გინდა მაგრამ ნუ მეტყვი ისეთ რაღაცას რამაც შეიძლება მე შემიცვალოს რაღაცა ისე გულთან ახლოს მიგაქ რაღაცეები აი კომუნიკაციაში გულისხმობ საყვარელი ადამიანისგან ან მეგობრისგან ან ოჯახის წევრის ახლოს მიგაქ ცოტა კი ხო ხტები ხარ რასაც ვკითხულობ რა აი ახლოს მიმაქ ეგრე ახლოს აი შენ მოდზე აქ გავლენა კომუნიკაციის რაიმე სიტყვებს და ასე შემდეგ აი შემიძლია რომ მე მარტივად ნუ რა თქმა უნდა ამას მე არ ვიზავ მაგრამ სიტყვაზე შემიძლია რომ მე გავლენა ვიქონიო რაიმე სიტყვით შენს განწყობაზე ეხლა ან ვინმე ადამიანს ამ ჩემ განწყობაზე აი ამ წუთას კი და როგორც კი აქაურებას დავტოვებ მორჩა მე მორჩა ხო ხო ანუ მარტივად იცვლება ხო სახლამდე აღარ სახში აღარ მიმაქ აღარაფერ აი ეგ არის რა სხვათა შორის ეგ მეც მქონდა ეგ პრობლემა და აი ძალიან ხშირი პრობლემაა რომ აი ემოციური ინტელექტის პონტი არა რაღაც თითქოს გასაუმჯობესებელი რა განსაკუთრებით ჩვენ თავში ყველაფერი გულთან ახლოს ხო ისეთი რაღაცები დაუწერია თუ თქვა რაც აი არა მაგაზე არ ვამბობ. გეტკინოს არ უნდა გეტკინოს. მაგაზე არ ვამბობ. მაგრამ აი YouTube-ში იყო რომ რაღაცაზე დამიწერეს, მოკლედ აი ისე მიწასთან გამასწორეს, ისე მიწასთან გამასწორეს, რომ მივხვდი რომ არ მიცნობენ საერთოდ რაღაცა ნანკას მოდელი შექმნეს როგორიც აწყობს და ის ლანძღეს. და ეგ უკვე აი ჩემი რაღაცა ცოტათი მიჩხვლიტა რა. ხო, აი ხვდები რა, ხო, მე მესმის ზუსტად. იცი რატო ეხა ვიდეოს რო ვდებ სიტყვაზე, ხო თუ კაი გამოხმაურება აქვს, იქიდან ნუ ძალიან დიდი პროცენტი გინებაცაა. ძალიან ბევრს შეუგინები ვარ, პროსტა იმიტომ რომ რაღაცა რჩევას ვაძლევ, როგორ უნდა შეჭამოს საჭმელი. და წადი შენი დედა სიტყვაზე, ხო? მაგრამ ეს საწყენი არ არის. საწყენი იცი რა არის, რომ ტიპების ცნობიერება იმ დონეზეა რა, იმ დონეზე ვერ განვითარდა ან რაღაცა რომ უბრალოდ ესე არ მოიქცეს ხვდები? ანუ საწყენი შეურაცხყოფა კი არაა ჩემთვის პირადად. ის რო ტიპი იქაა, სადაც არ უნდა იყოს. აი ხა შენ წარმოგედგენია საკუთარი თავი? თუ ვიღაცას უწერ შენი ვიდეოს საშინელება და შენ დაუწერო კომენტარი რომ ფუ შენი დედა ტრაკი ისა ესა საშინელება და მე რაღაც ჩამოსულ გააგრძელო წარმოიდგინე მაგას ვიძახი ეხა მე რა თორე მაგინე მარა ბიჭო მან რატო ხარ ძალიან მძიმე რაღაცაში ცხოვრობ ხო მაგრამ რა кайფია როდესაც ადამიანს არ ეზარება მე ეგ ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი მაგალითად კიდეც ხო რო აი წამიგნა არ ეზარება და გაქებს არ ეზარება და აზიარებს შენ ვიდეოს ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რა კი
საერთოდ ეგ არ გაქხომე რომ აი შენიანი რომ მაგას გააკეთებს უფრო გისწორდება ვიდრე 10000-მა უცხომ რო გააკეთოს ეგ. კი. მაგრამ ეგეც იშვიათობაა რა. ანუ რა არის, ჩემთან უფრო იშვიათობაა და თუ გაგიმართლა ადამიანს რომ ეგეთი წრე ყავს, ძალიან მაგარია რა. უნდა ყავდეს რეალურად. ხო, მე მყავს ჩემი ისინი რა ქვია, ფან-კლუბი სამეგობრო. ცოტა რო გერიდება უკვე ხო იცი? მაგათ პროფაილებს რო შედიხარ. მუსიკის ამბავში ამბობ? მარტო ჩემი რაღაცები აქვს გაზიარებული. ანუ შენი ფანების ჩი არიან რეალურად. ჩემი საუკეთესო მეგობრები არის თამუნა, რომელთანაც რო შედიხარ პროფაილზე. ხო. 1-2 კინკილა თავისი ფოტო შეიძლება ედოს, დანარჩენი მარტო ნანკაგვარის ინტერვიუ, ნანკაგვარის ის და ნანკაგვარი აქ, ნანკაგვარი იქ. აი მარტო მაგითი არის დაკავებული. ძალიან მაგარია და ბევრი რა მომდენიმე ჯგუფი ხო? ძალიან მაგარია. მეგობრები ეგეთები. ეგ ძალიან კაია რა. ეგ ისეთი ტიპები იქნებიან, აი შენ სიმღერაზე რო კბილს გამოიხეხავს ან რაღაც იცეკვებს და რამე. ყველას რო ასმენინებენ ჩემ მუსიკას და ტაქსში რო ჯდებიან ის თუ აქ რაღაცა HDMI რო ჩემი მეგობარი მაგალითად სამსახურში რთავს ყოველ დღე. ეგ ეხა რაც გაქვს ფუფუნებაა. ხო და აი ეგეთი მეგობრები რო ყავს, მე მაგათ გამო დარწმუნებული ხარ, რომ სულ ცარიელი, აი ვთქვათ კონცერტი ჩავნიშნო რა და არავინ არ მოვიდეს. ჩემი მეგობრები თუ მოვლენ, შო რა მე მყავს მაყურებელი. მიხვდი, ჩემი უახლოესი მეგობრები. ძალიან მაგარია. ისე თუ აპირებ კონცერტის პონჩი რო გააკეთო. ან ქონია საერთოდ ოდის მე? ლაივი არასოდეს. არასდროს ხო? არა. არ ძალიან მაგარი იქნებოდა ის. ველოდები იმას რომ ჩემი სიმღერა. აი ხა რეალურად ჩაწერილი გვაქვს სიმღერები, უნდა გამოუშვათ და გამოუშვათ და ეგ არის. ძალიან მაგარი. ლაივს გავაკეთებთ ეგრევე. აჰა. იმედი მაქვს გაზაფხულისთვის აღსანიშნავად რომ ყველა ბედნიერია და ყველა კარგად არის. აი ხა რაღაცას ვეძებ, რაც უნდა მეკითხა რა. მაიცა თუ იპოვე. აი გუში ვფიქრობდი მაგას რა, კაკრას მასაზე რა. გერმანელი ტიპი არის. და რაღაც წიგნი აქვს დაწერილი რა, ეხლა კომენტარებზე საუბრობდით ხო? და მაგაზე მინდოდა რომ მე საუბრა რაღაც ნაწილი, მაიცა კითხვა დამესვა ესეთი. კაროჩი, ნახე რა პონტია. აი ესეთი ტიპი არის ჰაიდეგერი რა. ანუ ჰაიდეგერი ამბობდა რომ ჭეშმარიტი გაგება იწყება როცა ადამიანი გამოდის დასმანიდან რა. ანუ აი გეტყვი აცნობიერებს საკუთარ დროებითობას რა და იწყებს არსებობის უფრო ღრმა გააზრებას. ნახე, აი ბრაშუაში იყო ეს კომენტარები და რაღაცები რო ვილაპარაკეთ, ხო? აი დასმან არის ის ხალხი. ხო ხტები აი ესე აქ რომ ჰაიდეგერის აზრით ჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრობს დასმანში. ანუ ის ხალხში რა, მდგომარეობაში რაც ნიშნავს რომ ის ბრმად მიხვება საზოგადოებრივ ნორმებს, სტანდარტებს და შეხედულებებს, ისე რომ არ ცდილობს თავად ჩაწვდეს რეალობის არსს. ეს იდეა განსაკუთრებით კარგად გამოხატავს სულელ ადამიანს, რადგან ჰაიდეგერის მიხედვით დასმანში ჩაკეტილი ადამიანი თავს ჭკვიანად მიიჩნევს, რადგან მის აზრებს უკვე საზოგადოება უჭერს ხარს. მას გონია რომ ყველაფერი იცის, რადგან მას ის ხალხი ასე ასწავლის, მაგრამ სინამდვილეში ის არ ფიქრობს დამოუკიდებლად. ის ცხოვრობს ზედაპირულად და ვერ ხედავს არსებობის ღრმა შრეებს, რადგან ყოფიერებას არასდროს უსვამს კითხვის ნიშანს. მასაზეა რა საუბარი, ხვდები? და მე ხიცი როგორ ვფიქრობ, აი შენ გადაცემს რო უყურებს ადამიანი, ხო? ამას გააზრებაც ხო უნდა. აი მე მაგალითად რო ნახე შენი პირველი გადაცემა და პირველივე კითხვა როგორც კი ოღონდ მე და ტაჰა ყავდა რეპერი. და კითხვა როგორც კი დასვი პირდაპირ მე შენ შეგისწავლე. ანუ კითხვით მივხვდი ვინ ხარ შენ რა და ის მთელი საინტერესოებები რაც ეხა მოყევი მე დავიჭირე იმ ერთ კითხვაში, იმ ორ კითხვაში. იმიტომ რომ ეგრევე გავშიფრე რა, რომ ეს ცოტა high level-ზეა რა შენზე. ხო ხტები? რასაც მასა ვერ აღიქვავს სიტყვაზე ესე რა, აი შენი კითხვა ხო სიტყვაზე დასვი და ადამიანს დაუსვი. ხო, ყველა ხო ვერ აღიქვავს რომ შენ სიტყვაზე აი high level-ის თვითგანვითარებამდე მიხვედი, კაი კითხვებს სვავ, რასაც აკეთებ მართლა ღირებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ანუ ჩვენ კაი ვქმნით, ჩვენ კაი ვანკეთებთ რაღაცას, მაგრამ ამას უნდა იმ ცნობიერებით შეხედო, ხო რა? ხო უნდა გაიზარდო ტიპის, მსმენელი ხო უნდა გაიზარდოს, მაყურებელი ხო უნდა გაიზარდოს. და აქ მაგის პრობლემაა. ყველა რატო გინდა რომ დეპრესიაში იყოსო? აი ხო,
ეხა მაგ ტიპს გინდა რაც გინდა ის დაუდე კონტენტი გინდა რაც გინდა შეუქმენი ხო? არ მინდა საერთოდ პირიქით, იმიტომ რომ მინდა რომ ყველა უფრო მარტივად უმკლავდებოდეს ისეთ პრობლემებს, როგორც ვთქვათ, მე მაგ გამოვლილი, შენ გაკ გამოვლილი, მაგიტოა რომ პირდაპირ დაღეჭილ საჭმელს გიდებ წინ და გეუბნები რომ თუ ეს პრობლემები გაქვს, იქნებ ესე და ვისაც არ აქვს თქო დეპრესია, ვისაც არ საინტერესებს ესეთი რაღაცები და დეპრესია არ არის საჭირო, ვინც თავის თავში არ იქექება, არ ამგონია ჩემი მარტოობის თქო მეწოთი დაინტერესოს. ვისაც არასოდეს გაჩენია კითხვა რა უნდა რო აკეთოს ამ სამყაროში და რა დანიშნულებით დაიბადა და ვისაც საერთოდ კითხვები რაღაცებზე არ აქვს და ინერტულად რაღაცა ისე ცხოვრობს. ხო, აი გუშინ ძალიან მაგარი რაღაც მითხრა ერთმა რა რომ აი წიგნ ისიც წიგს წერსა ვიზეც გეუბნები და წიგნს წერო, მაგრამ წერს ცოტა ისეთი მძიმე ემოციურ წიგს, მაგრამ ბიჭო ამას წაიკითხავს ისევ ის ადამიანიო, ვინცო აი თავისუფალი დრო აქვს, ხო ხდები რაღაცა კოფე, ჩაის დალევს რაღაცა და იქ შვიდი ცხოვრება და ლაღი ცხოვრება მიდის და ვისაც მართლა ჭირდება იმას არ შეხედავს, ხო ხდები რა ჩადო, რომ ის თავის პრობლემებში, ის თავის რაღაცა ძიებაშიც არ არის, რა წიგნი, რის გადაშლა, გადაფურცვლა არა და შეიძლება ხო ერთი პატარა ფურცელი, ერთი პატარა გვერდიც კი იმ წამს ყველაზე მეტად გჭირდებოდეს ადამიანს და ამას ვერათ ვიცნობიერებდე. ეგ ხო პრობლემაა. ზუსტად მაგიტო ვამბობ, რომ როდესაც საკუთარ თავთან მარტო არ რჩები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააცნობიერებ. ხო, და დარჩები მუდამ იმ დასმანში რა. ხო, მაგრამ რატომღაც ეგრე ხდება, რომ მე ცხოვრება აუცილებლად თავის პონჩი თვითონ მოგისვრის და თვითონ უკვე გამოუვალ სიტუაციაში გამყოფებს მარტო საკუთარ თავთან. სადაც უკვე ატანა არ გაგასაერთოდ ვერ იცი. ხო იცი ეგეთი რაღაც სიმპტომები რო გქონდეს, რომ არ ვიცი რა მჭირს, ცუდათა ვარ. ეგ რა არის? ეგ როგორ შეიძლება არ ვიცოდე რა მჭირს? ხო, ეგ იცი ხო იცი რაცა? ეგ არის გაუთვისნობიერებელი, შენ თავს არ იცნობ. დაჟე ცუდად ხშირ რა თქონია ადრე რა, არეული ვარ, რაღაცა. იცი რას მივაკენი კიდე თინეიჯერობიდან. შეიძლება ვინმეს დაეხმაროს, არ ვიცი. მოკლედ, აი აქ ვიგრძენი. რაღაც 15-16 წუთი ვიყავი რომ მივხვდი ამას. არავინ არ დამცინოს რა, ყველამ თავს მიხედოს. მოკლედ, აქ მივაგენი, რომ ნებისმიერი რაღაცა საკითხი, რაზეც შენ თავს კითხვას უსვამ, ან სხვა მისვამს კითხვას, კი ან არას პრინციპით, აი აქ გრძნობ ენერგეტიკულ იმას რა ქვია. თუ დამძიმდება, ესე იგი არაა. თუ ვა, რა საინტერესო. მართლა არსებობს ეგ. დღემდე? კი, ანუ ეგრე არის, შენ თავს უნდა დააკვირდეს, შენ არ ვიცი სად გაქვს სხვა ადამიანს სად შეიძლება კონდეს, ვიღაცა შეიძლება აქ კონდეს, ვიღაცა შეიძლება აქ, მაგრამ იმპულსივით გაძლევს კი ან არას. აი, ესე გიკეთებს დადებითი პეპლები გეჩითება, ან უარყოფითი რაღაცა ნეგატიური რაღაცა ენერგეტიკა გეჩითება აქ და მაგის მიხედვით არასდროს ტყუის? არა, დედასფიცო, ანუ შენ სურვილები ზუსტად იცის, აი ამ ადგილას მაქვს მე. ანუ trust-ი გათ რო იტყვიან. ოღონდ გათ შენთვის აქ აღმოჩნდა. კი, ამიტომ რას ვაკეთებ? ნანკა, აი ეს დედასფიცა ვარ თუ ვიტყვება და ეხაც თუ თქვათ რაღაცა ვერ მივხვდი რა მჭირს, აი ესე ვზივარ და ვეკითხები. ნანკა, შოკოლადი გინდა? აი აქ ეხა ამ წუთასაც ვიგრძნო რომ მინდა. ეხა ეს რო გავაკეთოთ, ხასიათი შეგეცვლება? აუ, აკაია და ხვდები რომ ვიცი. ანუ შენ უკვე გადახვედი შენ თავთან კითხვების დასმის ეტაპზე. ჩემ თავს ვეკითხები ყველაფერს. ძალიან მაგარია. აი ხა ამას რო აკეთებ. ოღონდ ვეურთიერთები როგორც აი მე შენ გეურთიერთები, ეგრე ვეურთიერთები და ის კომუნიკაციაში ვარ შესული. შესაბამისად არ ვიწყენ არასდროს მარტო. ძალიან მაგარია. აი ხა მივხვდი რატო გიყვარს მარტო სიარული, მარტო ჩათვალე სხვასთან, ნუ ზუსტად. მეგობარი ყავს შიგნით რა. ეს არ არის საშიში, ეს არ არის გაორება და ეს არ არის პირიქით ძალიან მაგარია. არავის არ ეგონოს. ნეტა ყველა მაქამდე მივიდეს. ეს არის ყველაზე საინტერესო კინოც, წიგნიც და არ ვიცი, თავგადასავალიც რაც შეიძლება შენ თავს გადაგხდეს და გადაატანინო შენი საკუთარი თავის შეცვლა. მაგას ქვია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა, ხო? ხო. და აი, როდესაც მივხვდი რა ამ ჰარმონიაში მივდივარ, მან დავწერე რომ უკვე მაკანკალებს იმისგან რომ სიხარულით დაწერე, ხო? სიხარულით დავწერე, იმიტომ რომ მივხვდი რომ შენი თავი იპოვე რა. საკუთარი თავი. აქამდე მეგონა რომ
არ არის საჭირო გიყვარდეს თავი, არ არის საჭირო იცნობდე ბოლომდე საკუთარ თავს, არ არის საჭირო თავსმოხვეული რაღაცეები. Просто არსებობ რა. და რაღაც გარემო ადამიანები მეგობრები, ამაში გადის დრო რა, საქმე ისე. თურმე აი აქ თუ ყველაფერი დალაგებული არ არის. იქ ვერაფერს ვერ დაალაგებ. შანსი არა. ყველაფერი აქედან იწყება, ყველაფერი შიგნიდან იწყება და მართლა ეგრეა ხალხო. ვისაც აი ვთქვათ, მე კიდე ძალიან რომანტიზირება მიყვარდა ყოველთვის ცხოვრების და სულ რომანტიკას, სულ სიყვარულს რო ეძებ, ხო ის მთელი ცხოვრება სიყვარულის მაძიებელი ვიყავი. მეგონა რომ ყველაფერს განკურნავს ეგრე არ არის. და რატო? იმიტომ რომ მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს, მართლა ეგრეა. შეიძლება ძალიან დაშტამპულ სიტყვებს ვამბობ, მაგრამ ეს მართლა ესეა. რომ მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს, შანსი არ არის. ჩემი სულისთვის საჭირო ადამიანი ვიპოვო. კი. ანუ იმიტომ რომ მე ვერ ვაფასებ სათანადოდ თავს, მე არ მიყვარს და მე ჩემი თავისთვის საუკეთესო ავტომატურად არ მინდა. ჩემი სულისთვის ავტომატურად. ის მომენტი არ გაქვს, რომ სხვაში გინდა შენი თავი იპოვო? მაგის ძალიან დიდი პრობლემა მქონდა ადრე. გარდა იმისა, რომ ჩემი თავი ვიპოვო, ჩემი მოდელს ვაგებდი. ადამიანში. ვაჯერებდი თავს რომ ამ ადამიანს ეს უყვარს, ეს ამას აკეთებს, ამ ადამიანს არც ვატყობინებდი ამის შესახებ. და მე ეს ადამიანი თუ არ აკეთებდა იმას, რაც მე მეგონა რომ წესით უნდა ექნა, მე ვუბრაზდებოდი. ანუ ადამიანებში ვდებდი ძალიან ბევრ მესიჯებს. რომ შენ უნდა იყო ესეთი, შენ უნდა იყო ესეთი, შენ უნდა იყო ესეთი, შენ უნდა და არ იყო ეს შენს გონებაში ახდენი ამას თორე კი არ თხოვდი, ხო? არა, თორე რომ მეთხოვა ეგება და გაეკეთებინა და იმას გულისხმობ, რომ ჩემ გონებაში ვაიძულებდი, კიდევ ქმნიდი ამ ადამიანის იდეალურ ვარიანტს, რაღაც პროტოტიპს ქმნიდი რა. ჩემთვის ყველა იდეალური ადამიანის რაღაცა წყობას ეს ქმნიდი წარსულში ეხლა სხვანაირად ხარ? ეხლა საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. ხო. ეხლა დავიწყე ადამიანების მიღება ისეთების, როგორებიც არიან მართლა. ეხლა დავიწყე. ერთი წელი რაც. და რთული პროცესია სხვათა შორის. ძალიან, იმიტომ რომ ადამიანი ხო მაინც გინდა არ გინდა რაღაცა შენი ხელი სულ გინდა რომ რაღაცას დაატყო თუ რაღაცა ურთიერთობაში ხარ გინდა რომ შენი ის ჩადო რა. ეგო. რაღაცა დააფინანსო, თქო ემოციურად ვამბობ თუნდაც რა ადამიანი. რომ შენზე დამოკიდებული გახადო და ეხლა მივხვდი დრო რომ ძალიან მარტივია, როდესაც არავინ არავიზე არ არის დამოკიდებული ემოციურად, არც ფინანსურად. მივხვდი აი, ხო არიან მეგობრებიც, რომლებიც ფინანსურადაც ბევრდებენ შენში. თქვა თქო. რეალურად ყიდულობ მაგ დროს რა ადამიანს, მის ემოციას. ხო, აი, წინა პოდკასტში ვთქვა, ფულის რო ვამბობდი, ფულით გადახდა, ანუ ამითითაც იხდი, ხო, ემოციებითაც ყიდულობ და მე ანუ ეგეთი ადამიანი სამწუხაროდ არ არის ეგეთი უანგარო რა. მე ავტომატურად მაინც აი ამ ხელა ემოცია მე შენში რო ჩავდე, მე შენში ჩავდე ჩემი რესურსი, მე ჩავდე შენში ჩემი, არ ვიცი, დრო თუ რაღაცით მოითხოვ. ცოტათი ვითხოვ რა მე რა. და მე არ გამოდის რომ რატომ აყვედრის პონტი შეიძლება დაიჩიტოს. რა თქმა უნდა, დამკვიდრებელი იჩიტები რა. მე ხვდი მე ხა მგონია რომ რახან შენ მე გუშინ საღამოს როცა ტიროდი შენი თავი მეჭირავ, თქვა თვამო. ხო, შენ ვალდებული ხარ, ეხლა ვთვლი რომ შენ შეიძლება ვალდებული იყო, რომ მე გამომყვე მაღაზიაში, მაგრამ შენ თუ არ გეცალო რომ გამომყვე მაღაზიაში, მე ვბრაზდები უკვე ამაზე. ხო, და მე ამას რო იტყვი, შეიძლება გამოვიდეს რომ დაყვედრებით აპელირებაზეა და აი ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არის ძალიან ტოქსიკური, ჩემი აზრით. ეგაა ტოქსიკური რა. ესეთი ურთიერთობა. და სულ ეგეთია ყველასი, თითქმის 80% შემთხვევაში. აი თითქოს სულ ვალდებულებებით მიდის და მე ბრეიქაპი და აი შენ ვიდეო ნახე რა დაშორებაზე ძალიან ბევრიც გწერდა, ხო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და მაგრახსნიდი შენ სხვათა შორის. როგორ ეს გამოგივლია და იქიდან იცი თუ უბრალოდ შენით გადახარში? კი, მე ვიყავი იმაში რა. გამოგივლია, ანუ ეს უშუალოდ ეს. მე ვიყავი ქორწინებაში. სადაც არ ვიცოდი. 6 თვის მანძილზე, ძალიან კარგი მსახიობი ბიჭია. შეიძლება იცოდე ბუბა ჭოღოშვილი. არ ვიცი. ჩემი ცოლის დაქლებში თამაშობდა ლევანიკოს. მაშინ ეგრე გეცოდინე. კი. ეგრე ვხვდები. იმაზე ვერ ვხვდები. ვა, საინტერესო, არ ვიცოდი. 6 თვე იყავით ერთად? ქორწინებაში. წესით ეგრე გამოვიდა. არ არის ბევრი დრო ის. დამითვლია ქორწინების თვეები. ბევრი დრო არ არის. ქორწინებაში ერთი წამი გეტყვი. ხო, 6 თვე გამოვიდა. არა, უფრო ხო, თუ ბრეიქაპი იყო, უფრო მარტივი გადასატანია, ზოგი წლები არიან ერთად და ხო, მანამდე ვიყავით მოკლედ წელიწადი და რაღაცა ერთად. და მე უკვე თანაცხოვრებაში რო გადავწყვეტ, როგორც თანაცხოვრება უნდა დავიწყოთ.
აი მანდ უკვე ერთმანეთის შეცნობა დავიწყეთ უკვე სხვანაირად. თან გადავედით ჩვენ ქალაქგარეთ საცხოვრებლად, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ქალაქგარეთ ცხოვრება და ეხაც არის. და ცოტაც მივხედავ ჩემს სახლს და გადავალ ისე უკვე. აუ მაგარია ძალიან. და ნუ გადავედით ამ ქალაქგარეთ საცხოვრებლად და ორ ადამიანს მივხვდი რომ ზედმეტად უნდა უყვარდეს ერთმანეთი იმისთვის რომ გაუძლოს გაძლონ ერთად, იმიტომ რომ რეალურად ერთმანეთის გარდა უკვე არავინ არ ყავთ. და ის გამრთობი ფაქტორები, როგორც არის მეგობრების ნახვა, ისა არ გაქვს. რეალურად იწყებ ადამიანის სულის შეცნობას და ყველა ჩვევის აბსოლუტურად 4 კედელში. თან საკაიფოთ მელანქოლიურ გარემოში, სადაც ქარიანობები, ესა, ჩიტების ჭიკჭიკიც არის, ისიც არის ბუხარი, აი ეს ყველაფერი მელანქოლიამთან ცოტა შეთრება იცის. და მე ყველაფერმა მე გამძაფრება იცის შეგრძნებებმა ავტომატურად, იმიტომ რომ გარე ფაქტორები აღარ არის და ემოცია ამოდის ზემოთ. ემოცია ზემოთ რა ამოდის? მე უკვე აკვირდები რომ ეს თურმე ესე ჭამს საჭმელს. აი რაღაცებს უფასებ მოკლედ მივხვდით რომ ვიქნებოდით ძალიან კაი მეგობრები მოკლედ რა. აი უმაგრესი მეგობრები. აი შეყვარებულობიდან გადასვლა თანაცხოვრებაში არა ატყობს ჭყალებში რო ვთქვათ. აი შეყვარებულობიდან თანაცხოვრებაში რაღაცა აი მართლა რაღაცა საოცარ გზნობას რა. არ ვიცი რა დავაყო. ჩემი აზრით. აი უკვე რო გადადიხართ ერთად და ინტრორივე დუნდებით. ხო ეგრეა. არ უნდა მოდუნდო. მანდ იწყება შრომა რეალურად. გეთანხმები 100%-ით, მაგრამ მე ვიძახი უმეტესად როგორც ხდება, ხო? კი, იმიტომ რომ დუნდებიან. ავტომატურად, იმიტომ რომ რაღაცნაირად სახში თუ დავისვით ერთმანეთი, всё რა. ყოველთვის ეგრე გონია რატომღაც რომ ურთიერთობის, აი რაღაცა ფილმებშიც როგორც არის რა, happy end-ი არის მაშინ და end-ი ქვია და happy, როდესაც ქორწინებით მთავრდება, რაღაც რომანტიკულ კომედიებზე მაქვს ლაპარაკი, ან რაღაცა happy end-ი ეს არ არის. აქ იწყება უკვე რეალური ფილმი. აქ იწყება ქორწინებით კი არ მთავრდება. მერე იწყება happy end-ი არის მაშინ, როდესაც ორივე გარდაიცვლებით ერთად, იმ ქორწინებაში. ხო, თორე ყველანაირად ტრაგიკული გამოდის სხვა შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, happy end-ი, ანუ რატო გონიათ რომ всё, ჩვენ მიქორწინეთ, რაღაცა გადავაგდა, ეხლა მე თაიგული და ისა რა ქვია, წავედი სვაძებნის, თუ აი ეს არის, არ ვიცი, შო ამიდან იწყება როგორი შრომა და ბრძოლა გადარჩენისთვის, იცი, ეგოების ჯახი იწყება სერიოზული. საშინელი. მანდ უკვე მონიშნები ადგილების, მე აქ ვარ მთავარი, შენ იქ ხარ მთავარი. ჩემი პირადი სივრცე, არა შენ პირადი სივრცე არ გაქვს, ნუ ხო გააჩნია ხა რა, როგორი ვიღაცა გაძლევს პირად სივრცეს, ვიღაცა აღმოჩნდება რომ არ გაძლევს პირად სივრცეს. მე და ბუბას შემთხვევაში ერთმანეთს მგონია ასე თუ ისე რომ პირად სივრცეს ვაძლევდით, იმიტომ რომ იმას მაგალითად PlayStation-ი უყარდა, რაზეც კაი ხანდახან ვიბუტებოდი, მე მიყვარდა კრენჩხელაობა რაღაცეები, რაღაცა ხელით, ხეებით და რაღაცების კეთება და იმასაც თუ უნდა რომ ჩემთან ერთად რაღაცა ხით და რაღაცეებით გავაკეთოს, ვეუბნებოდი რა არა, მარტო მე უნდა გავაკეთო თუ რაღაც. და ნუ ესენი იყო, მაგრამ ნუ ჩვენი რაღაცები გქონდა. ვიღაცებში ხო არ არის პირად სივრცეს ადამიანს არ უტოვებ და მე უკვირთ ტუალეტში რატოზის საათობით. არა და რეალური წვილები ისე მართლა ძალიან მაგრა თუ ხართ ერთად შეიძლება ტუალეტშიც იყოთ ერთად ხო შეხვიდეთ და თავისუფლად კი კაცო მე იმას გულისხმობ ეგეთი უნდა იყოს ნამდვილი ურთიერთობა რა. ნამდვილი სიყვარული კიდე მე მგონია რომ არ მოგცემს მოდუნების საშუალებას. არა შანსი არ არის. და უმეტესწილად ტრაგიკულია ვაღიაროთ რა. ტანჯვაა რა სიყვარული უმეტესწილად ვიდრე ბედნიერება. არ ვიცი, ალბათ კი ეგრეა. ხო, უმეტესწილად. მე ეხა იმ ეტაპზე ვარ ჩემი ცხოვრების, სადაც მივხვდი რომ ნამდვილი სიყვარული მაგარი რამეა. მაგრამ ძალიან დაფასება დავიწყე ამისი რა. იმიტომ რომ მე მივხვდი როგორია ეხა მე და ბუბას დარწმუნებული ვარ რომ არ ეწყინება. ამას თუ მოისმენს, რა გვიგონა რო გვყარდა ერთმანეთი რა. იმიტომ რომ ხო, აღმოჩნდა რომ არა, იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ ადამიანებს თქვა შეუძლიათ ესე მარტივად ერთ დღესაც დაშორდნენ. ხვდები? კითხვების გარეშე, მონატრების გარეშე, მიჯაჭულობის გარეშე ჩვენ მართლა გეუბნები, ერთმანეთს დიდი ალბათობით დავშორდით ქორწინებაშივე. შესაბამისად, აი ეს ერთმანეთის დანაკარგის განცდები ერთად ყოფნაში გადავიტანეთ და უკვე პრაქტიკაში რო გადავიდა, აუ ძალიან საინტერესო რამე. ჩვეულებრივად გავიყავით. არ გაგიჭირდათ დიდად ხო? კითხვაც არ გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ, ხვდები? თავიდან მქონდა ვითომ ცოტა დაძაბულობა განცდებით, მაგრამ მე ხვდები რომ უბრალოდ
ორივე ვიყავით რაღაცა ძალიან შემთხვევით მოხვდით ამ სიტუაციაში ორივე რა. მესმის. და ერთმანეთი მივიყვანეთ ორივე მაგამდე, რომ აი ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, რომლისთვისაც არც ერთი არ ვიყავით მოსად. თან ალბათ უფრო ახალგაზრდები იყო. თან კიდე იც რა იყო. ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც საერთო მიზანი დავისახეთ ჩვენ. რომ ძველი სახლი ჩვენი საკუთარი ხელებით აგვადგინა. რა გიქნათ? აღვედგინა. ხო. ანუ ჩვენი საკუთარი ხელით იატაკიც ჩვენ დავაგეთ, ჭერიც ჩვენ გავაკეთეთ, ყველაფერი, ლამინატი და ყველაფერი ჩვენი ხელით. უძველეს სოფლის სახლი. კაია. ეს როგორი რაღაცაა, იცი? მტრებსაც დაგამეგობრებთ ალბათ რა. ხო. ეგეთი რაღაც საერთო მიზანი. უეჭველი აღწევთ მე თუ გაქვთ. რა ვუქენით სახლს, იცი? ახლა ვერ გეტყვი რომ რაღაცა პენტჰაუსია თუ რაღაც, მაგრამ ცხოვრებოდა რა. არა, მე გეუბნები სახლს ის ვუქენით, რომ ძალიან მაგარ კონდიციამდე მივიყვანეთ, ისე რომ იცხოვრებოდა. ანუ ჩვენი შეყვარებულობის მიზანი შევასრულეთ. და მე ეს სახლი რო გავაკეთეთ, უკვე ბუბამაც იფიქრა და ალბათ მეც ქვეცნობიერში მედო რომ შეეხლა უნდა დავაგვირგვინოთ happy end-ით და ვიქორწინეთ და გადავედით ამ სახლში. და უცებ მივხვდით რომ ის საერთო მიზანი რომ რემონტი რაც ესე გვაერთიანებ და აღარ გვაქვს და ხო. ვიწყენთ. აუ ძალიან ცუდია. მოვიწყინეთ მე. ძალიან ცუდია. მერე ბუბამ რაღაც მოდი კედელი მოვანგრიოთ და თავიდან ავაშენოთ რაღაცას მეუბნებოდა რომ იქნებ კიდე საერთო რაღაცა ისინი ვქონოთ. სუბლიმაცია არ ქონდათ? სუბლიმაცია რა არის? აი დაახლოებით აი სიყვარული, ნამდვილ სიყვარულს არ ვიცი შენ როგორც ვარქმევ არ იყო, მაგრამ აი როცა ძალიან გიყვარს, რაღაცებს აკეთებ, ისეც რაც გეგონა რომ არ შეგეძლო. აი რო დაფრინავ ერთი სიტყვით რომ შეგიძლია რომ თები გადადგა ეგეთი გზნობები რო გაქვს. არ ქონია? აი ძალიან მაგარია. მე ხვდები წარმატებას, ნაპოლეონი ხვდები, აი ისტორიულ ტიპებს მოგიყვები. ცხოვრების ინსპირაცია რო იჭირდება. ხო. ყველამ რამეს თუ ესეთ დიც მიაღწია, გვერდზე იყო, აი ეს მოდიოდა რა. ხვდები რას ვიძახი? აი ეს მოდიოდა ეს რაღაც სუბლიმაცია არ ვიცი სწორად ციტირებ, სწორად აღნიშნავ თუ არა, მაგრამ ეგ არის რაღაც ძალა. აი ის ძალა, რომელიც მე მგონია რომ მარტო ერთეულების ხვედრია. ყველამ უნდა გამოცადოს. უნდა, მაგრამ აუცილებლად. შენ გჯერა მეორე ნახევრის? რისი? იდეა მეორე ნახევრისა. არა, ერთია. ერთი მთლიანობაა. ანუ მე რას გეკითხები? შეიძლება რომ როგორც არის ხოლმე რა, რომ მეორე ნახევარი ყავდეს 4ჯერ გამოცვლილი. სხვადასხვა მეორე ნახევარი ყავდეს. 2ჯერ სიყვარულის გჯერა, 3ჯერ სიყვარულის გჯერა? არა. არც მე. ესე იგი ერთ რაღაცაზე ვილაპარაკებთ ახლა საერთოზე. რომ მე მჯერა რომ ჩემთვის არის შექმნილი ერთი ადამიანი მარტო, რომელიც შეავსებს იმ ჩემ ნაწილს ფაზლივით ზუსტად. მაგრამ მე არ ვიცი ის ადამიანი სად ბაჯბაჯებს და ბაჯბაჯებს. ხვდები რას ვამბობ? ამიტომ შეიძლება ის რაღაცა სხვაგან არის ხა რა. ეს ზოგადად ვამბობ, კონკრეტულად ჩემზე კი არა, ზოგადად ადამიანზე ვამბობ, რომ მეორე ნახევარი მე მწამს რო ყავს და სადღაც არის. უეჭველი სადღაც იქნება. გაუმართლებს შეხვდება, მაგრამ შეიძლება არ გაუმართლოს. ეგეც ხო. და სხვა შეხვდეს. და სხვა შეხვდეს. ეგონოს რომ ის არის. ხო, და ეგონოს რომ ის არის. კი, ეგრეა. და მე ნუ რა თქმა უნდა აღმოჩნდება რომ ის არ არის. და მგონია რომ აი ყოველთვის რა ვიცი, მე მგონი მე სხვა ძალიან კაი წიგნი, ეგეც სიყვარულის 5 ენა ქვია. იყიდე? ხო. წაიკითხე თუ მეც აი რაღაც ბოლომდე ვერა, მაგრამ რაც ვნახე ცოტა ხნის წინ უცნობია. ძალიან კაი რამეა, რა მხრივ ვიცი, რომ სხვადასხვა ენით კი, მიდი დალიე კაც. სხვადასხვა ენით გამოვხატავთ, ანუ ადამიანები რეალურად ჩვენ იმას რა, სიყვარულს. მე ჩემ სიყვარულს შეიძლება გამოვხატავ ჟესტიკულაციით. მე 5 ვეთი გამოვხატავ მე მგონი. ხო, და ფიზიკური შეხედვით არ გამოვხატავ. ხო, შენ შეიძლება სხვა რაღაცით გამოვხატავდი და ნახე მან რა მოხდეს. მე ემოციურად ვითხოვ რა სიტყვას, აი სითბოს გავცემ და შენგან ვერ ვიღებ რა, როგორც პარტნიორისგან. ამ დროს ძალიან გიყვარ ვარ, მაგრამ შენ გამოვხატავ არ ვიცი, იმითი რომ საკვებს მიმზადებ მთელი გულით და ამაში მართლა მიყვარხარ სიტყვას აქსოვ. მე ვერ ვხვდები ამას. მაგაზია რომ ერთმანეთის ენა დავიჭიროთ, როგორ საუბრობთ სიყვარულით და აი მე და ბუბას ქონდა მაგის პრობლემა სხვა შორის. რომ ერთ სხვადასხვა ენით გამოვხატავდით და ძალიან ბევრ წყვილს აქვს.
და ისიც ხომ მართალია რომ ის ნება და ის ხორციელი რაც არის პირველი 2 წელი და მე იკლებს ხო და აი მანდ გამოჩნდება მე უკვე რა არის სიყვარულია თუ არ არის რაზე შრომაზე რა ძალიან დიდი შრომა ურთიერთობა მართლა და მივხვდი არ ვიცი ერთი корпуსი რო ააშენო მე მგონი უფრო მარტივია რომ ერთი კაი ურთიერთობა ააგო შედარებიო ბარო გავაკეთო რა ნუ ჩემი გამოცდილებით ვიძახი რა ხო მე ხა ფიგურა მყავს რაღაც ანუ სიყვარულის მოდელი მაქვს გაზრდილი ვარ ოჯახში რომელიც შეიქმნა დედაჩემი იყო 16 წლის მამაჩემი იყო 19 წლის რო იქორწინეს 10 დღე 10 დღის გაცნობილი ყავდათ ერთმანეთი წამი 10 დღის 10 დღის 10 დღის და იმის მერე ერთად არიან უყვართ ერთმანეთი თინეიჯერები ვით ეხაც რა მაგარია თო და მამაჩემი ყოველდილით რაღაცა ცხელი პური უნდა მოუტანოს და თაიგული აუცილებლად წარმოიდგინე და აი ესეთ სიყვარულში ვარ გაზრდილი მაგთაობა სუესია იყო რატო უფრო მაგრამ ძალიან ხშირად არის ხო შორის აი ესე ხო ქორწინდებოდნენ აი ესე პანტაპუნდა ტიპარებოდნენ და ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა კიდე რაღაც რაოდენობა ოჯახების დარჩა ყარი მაგრამ ძალიან ბევრი დაინგრა ძალიან ბევრის დაინგრა ხო და იმ ერთეულებში მოყვნენ ჩემი მშობლები, სადაც შანსი არ არის დამარწმუნო, რომ არ არსებობს მეორე ნახევარი და არ არსებობს ნამდვილი სიყვარული, როცა მე მაგ ნანახი ჩემი მშობლების ურთიერთობა, რომელიც დედას ვფიცავ, ბავშვებივით არის. მე და ჩემი და ესე ვზივართ ხოლმე ხალხა. ბავშვებივით არიან. თუნდაც პატარა აი ერთმანეთში კინკლაობაში, აი ბავშვურ თემებზე, რომ მე გამოგხედე, რატო არ გამოგხედე, შეიძლება ამაზე იჩხუბო, მართლა გეუბნები. და ისა რა ქვია, სიყვარულის ახსნაც აქვს ისეთი, რომ მოკლედ იმდენად აწეული რამდენი წელი არის არიან 35 აუ რასა და ისევ ის უჭირავთ ხო ის დონე უფრო და აი ნამდვილი სიყვარული ხო ბაზარია სუშრომაში არის ბაზარია ამ ურთიერთობის გამო მართლა და ძალიან რაღაცა ისინი აქვთ რა წესები აქვთ რასაც ნელ-ნელა მაცნობენ დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა ეხა კონფლიქტებიც და პრობლემებიც ერთმანეთშიც ექნებოდათ ამ წლების განმავლობაში და ყველასთან ნორმალურია. კი, და რთული პერიოდებიც ქონიათ ძალიან, მაგრამ კატალიზატორი ის არის რომ ერთმანეთისგან არ ჩაკეტილან არასოდეს. არასდროს, ხო? და ყოველთვის ლაპარაკობენ. მიხვდი? კი, კომუნიკაცია გასაღებია მაგამ ბავში. მე არ ვიცი, არ მახსოვს დედაჩემს და მამაჩემს, თქო ვიღაცების ოჯახებში რო არის ხოლმე რომ რაღაცა წავიდა ცოლი, მე მოვიდა. მიხვდი? არა. ღამე არ უნდა დაიძინონ თუ რამე გაურკვევლობა აქვთ. ძალიან ეგრე იყვნენ ყოველთვის. ეხლა გაურკვევლობა კი არაფერი არა აქვს ყველა წყვილი რა. 10 წელია მე მგონი არ იცი. ყველა ცოლქმარი როგორც სიტყვა, აი ეგრე თუ იქნა, ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარებული იქნება რა. ანუ ძალიან ბევრ რაღაცაში. ხო ხდები? კი. და იშვიათია. ეხლა ტოქსიკურია ხო თითქმის ყველა ურთიერთობა რა. რავი. ჩემი აზრით ძალიან უმეტესად. იმიტომ რომ ჩემ ეგოს ვიკმაყოფილებ შენთან ურთიერთობით მე გაიგე. აი უმეტესწილად ეგრე ხდება. მე ამ გრძნობის მონა არ ვხდები და მე მსახური არ ვარ შენი. და სანამ შენი ადამიანის მსახური არ ხარ. აუ ძალიან მაგარი მესამე. იქამდე შანსი არ არის რომ ეს ურთიერთობა უანგაროა. სიხარულით არ უნდა გიტყდებოდეს რომ ემსახურე. ხა მამაჩემი არის დედაჩემის მსახური, ასევე დედაჩემიც არის მამაჩემის მსახური. ეს არ აკნინებს მათ. პირიქით. უხარიათ. პირიქით, ანუ ძალიან მაგარ ტიპებად ითვლებიან გარშემო ხალხისთვის, იმიტომ რომ ხედავენ რომ აი ორივე როგორც შენიტყვი ეს არიან ერთმანეთთან. ძალიან მაგარა მესამბობ რა და ეს ზუსტად ეგ აქარწყლებს იმპონტებს რომ ვალდებულებები ქრება. აი შენ მე ამას ვაკეთებ შენ იმას რატო არ აკეთებ? ხო, მე უანგარო ვარ, მე შენი მსახური ვარ, მე შენ წინაშე. კი. მუხლმოდრეკილი ვდგავარ, იმიტომ რომ შენ ხარ ის, მე რითიც ვარსებ. ოღონდ ამით არ თამაშობ, შენ რეალურად აჩვენებ ამას, ხო? და იქ ძალიან მაგარი რამეა და ყველას უსურვებ, რომ ყველას უსურვებ აბსოლუტურად. ხო, უნდა საპოვნელი რამეა რა. კი. დაჟე მე მგონი რომ ეგაა ერთ-ერთი ცხოვრების აზრი მთავარიც ეგ არის რა. კი. მეც ეგ. აი ხა რაც თქვი, იმენა იქ თუ მოხდა ადამიანში, რომ ორივე ბუნებრივად წარმოიდგინე ბუნებრივად თავისი ნებით, სურვილით რომ მსახურია მართლა. ძალიან იშვიათია თო. ძალიან. და შენ ამის მომსწრე რო ხარ, ამის მომსწრე რო ვარ, ხა მე წარმოიდგინე რა თქმა უნდა. ხო, შენ წიგნებში კი არ წაგიკითხია, სახში უყურებ მაგას. და ავტომატურად მე ამ ყოლაფრის ძიებაში ხარ გარეთ. და რთულია იცი. ძალიან რთულია, არა, მაგის პოვნა. იდეალი გაქვს რა, სიყვარულის. ძალიან რთულად საპოვნელია. კი. თან ცუდი რა არიცი, აი მაგას რა აქვს რა ცუდი რა.
ნაწარმოებებშიც ყოველთვის ხო ეგრეა, რომ აი ეს ძალიან ძლიერი სიყვარული მე გინდა არ გინდა ეხა იშვიათად ხო ერთად წავიდა წვილი. ამ ნუ აქედან რა, არ დაიცვალა. ყოველთვის ერთი მიდის ჯერ, ხო? ან კაცი ან ქალი, ხო? ყველა ვარიანტში ხო ტრაგიზმით თავდება. ძალიან ცუდია მაგ მხრივ რა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იყოს. არა, ხო. მაგრამ თუ გიფიქრია მაგაზე, ხო, აი ესე რომ დაფიქრდე, ბიჭო, მართლა ეგრეა თო. რა საშინელი ტკივილია წარმოიდგინე. რა საშინელებაა, რომ აი გონია რომ მაგაზე მეტად არაფერი არ გეტკინება. ეგ კიდე სხვანაირად ტკივა. შენი სულის ნაწილი გიკვდება რეალურად თუ ეგრე ხდება რა, როცა შენი მეორე ნახევარი მიდის იმ ქვეყნად. ეგეც რაღაცებზე მიფიქრე, წამიგენ მეორე ნახევრის პოვნაზეც და მეორე ნახევრის სიკვდილზეც ყველაფერზე რო გაკნა ფიქრი. ყველაფერზე ნაფიქრი. ეგ ფიქრი ძალიან კაია, ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თავი დადრგუნოდა რაღაც პირიქით ამაში რაღაცებს პოულობ მე რა, იმიტომ გინდა არ გინდა. ბოლოს მაინც ვიღაცას მაინც ვკარგავთ რა. ან ჩვენ ვკარგავენ, ან ჩვენ ვკარგავთ რაღაცას ვიღაცას, ხო? ამას ხო ვერ ავწდებით. როგორი ბედნიერადაც არ უნდა ვიცხოვროთ. აი მე ისირის იმჯერა, ოღონდ აი შეიძლება ცუდ რაღაცას ვამ, შეიძლება ჩემმა მშობლებმა ეხა გამლანძღონ, კიდეც ამას რომ მოისმენენ, მაგრამ ეგრე მგონია რა, რომ ისინი არიან ერთმანეთის მეორე ნახევრები, როგორც ანუ ერთმანეთისთვის დაბადებულებით, ეს კიდე ბევრად უფრო ძლიერი რაღაცაა, განცდა ვიდრე მამაშვილობა და დედაშვილობა ჩემთვის. ხვდები რა სკოლის ხო, იმიტომ რომ თან შენ ხარ ჩემი არჩევანი და მე შეიძლება სულ არ ამირჩია მამაჩემო რომ დავიბადე. ხვდები რა ვამბობ? რომ მე დავიბადე რა, მე ვარ შედეგი ამ სიყვარულის. ჯერზეც ხო? გინდა და დაბადება თუ არა? იმათმა ესე იპოვეს ერთმანეთთან, მე მგონია რომ ჩემი დაკარგვა შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ერთმანეთის მათთვის. ხო? ხო. ოთ ეს იმას იკარნოს რომ მე დაჩაგრულ არა. მე ვამბობ რომ მეორე ნახევარი სხვა რაღაცაა რა. ხო, ძალიან ისე საინტერესო რაღაცაა. ერთის ან მეორეს და იმედია რომ არ ეწყინებო ჩვენებს. არა, ხო, ერთის ან მეორეს არსებობა ერთმანეთის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ მათთვისაც. კი. ხო და მართლა და ალბათ ყველაფრის გასაღები ერთშია. all in one არის ეგ რა. თუ იპოვე, ალბათ ყველაფერი ხდება, ალბათ. იმიტომ რომ ყოვლის შემძლე ხდები მართლა. პრობლემები ხდება, იმიტომ რომ ანუ რეალურად ორი ხდება ერთში, ხო? ხო რა, ანუ ყველას უსურებ რა ამ გზნობას და არ ვიცი, აი სანამ დავასრულებ, მოკლედ კითხავ, რომ შენ თავს რომ აი რა გინდა, რომ აი ალბათ ისიც ეცოდინება შენს მეს, რა უნდა შენ შინაგან სამყაროს, სათხიდან შენს თავს, აი აქედან რომ გახვალ, ხვალზე, 1 წლის მერე, 10 წლის მერე, მე მგონი უნდა იცოდე სათხიდან. ჩემ თავს ხედავ აუცილებლად. ქალაქგარეთ უკვე რომ ცხოვრობ და ესე კარგად დაბინავებულს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ცოტა უფრო უდარდელად ვიცხოვრო ქალაქგარეთ, იმიტომ რომ ეს ბევრად უფრო მეტ ფინანსებთან არის ხალხო დაკავშირებული, ვიდრე თქვენ გონიათ. კი, ქალაქგარეთ ცხოვრობ, იმიტომ ხო? ძალიან კაი ძვირი ჭდება გათხოვებას და ყველაფერი. ხო და თამხედა ვიცი რაში რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში დამრჩა მე კიდე ძალიან ბევრი მიზანი რაც შესასრულებელი მაქვს კიდე კომფორტ ზონიდან კიდე უფრო უნდა გამოვიყვანო მეტად. ანუ უნდა წავიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა არავინ არ ვარ. და იქაც ვცადო, რომ ვინმე გავხდე. ძალიან მაგარი იქნება ეგ ალბათ. აი მან მიხვდები რეალურად რა შეგიძლია და რისი თავი მაქვს, მათ მიხვდები, იმიტომ რომ მან ეხა ბაკუნაშვილი ვარ და რაღაცა და ის ვარ და ნანკავარგვარი. ხო, ნანკავარგვარი, არავინ არ ხარ აბსოლუტურად. და ძალიან საინტერესოა მაგნანკას გაცნობა კიდე. და ბევრს მოუვიდა ეგ. აქედან რო წავიდნენ იქ, აქ მიღწეულით იქ და იქ უკვე ხვდებიან რომ არაფერი არ არის და ძალიან გაუჭირდათ. ერთეულებმა რაღაც შეძლეს. ხო და მეცი რა და იცი ვინ იყო ერთ-ერთი? მოთხოვნილება მაგ ძალიან მაგარი. იცი ვინ იყო? ქართველი არ მახსენდება, მაგრამ ავსტრიელი მახსენდება არნოლდი შვარცნეგერი. მართლა? ხო, ზუსტად ეგ ისტორია, რომ გადავიდა ავსტრიიდან გერმანიაში. და მე მიაღწია ეგეც. გერმანიაში, ხო და მე ამერიკაში და მიაღწია. ანუ არცად არაფერი არ იყო ტიპი და ყველგან ყველაფერი გახდა. ყველა პროფესიაში რაღაც გახდა. ოღონდ ნახე, ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე დავამთავროთ. კი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგისთვის კი არის სწრაფო და აი მარტო შედეგი. ცოტა აი ამ გზით დაიწყო ტკბობა.
რომელიც შედეგამდე მიგებას. იტყობას დაიწყო და თან ემოციები გათიშა. მამა და ძმა რომ მოუკვდა, ტიპმა თქვა რომ მე ვერაფერი განვიცადეო, იმდენად დავატრენინგე თავიო, goal oriented ვიყავიო რა. მარტო მიზანს ხედავდიო და თან кайფობდა იასნი. თვითონ აი ამ გზით როცა დაიწყებ кайფს. არაფერი აღარ არსებობს, რაც შეგაშინებს. ვაფშე, ხო? იმიტომ რომ ხვდები რომ ესეც თავგადასავლის ნაწილია რომ აი ხა ცუდ დღეში ვარ, ეხაც და ესეც და ყველაზე მაგარი შეგრძნება არის რომ მე ამისთვის მზად ვარ. ძალიან მაგარი. რომ რავი, ვიმუშაო ოფიციანტად რა. კი, ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა რა. აი გამოვიდა მე მაგრამ ესეამო ძალიან კაი საუბარი, კი, ძალიან კაი საუბარი გამოვიდა რა. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ პოდკასტში, ძალიან კარგი. შენც ასევე და მინდა გააგრძელო როგორც აგრძელებ და კიდე უფრო მეტი რამე შემოგთავაზო. მადლობა. გაიხარე.